რას პასუხობს GFK-ის ვიცე-პრეზიდენტი ორგანიზაციის მიმართ გაჩენილ შეკითხვებს? რატომ დაუკვეთა კომპანიამ საველე სამუშაოების შესრულება ანა თარხნიშვილის კვლევით ორგანიზაციას? რას ამბობს ვლადიმ ვოლოსი ყირიმის კვლევასთან დაკავშირებით და რით ხსნის 2012 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის 20%-იან ცდომილებას? აპირებს თუ არა GFK-ის საველე მონაცემების ბაზის გამოქვეყნებას და როგორ აფასებენ სოციოლოგები კომპანიის საქმიანობას? საქართველოში წარმოდგენილი დიპლომატების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკოსების შეფასებები და მოლოდინი საპარლამენტო არჩევნების მიმართ. რა წერია საიას ანგარიში, რომელმაც წინა საარჩევნო გარემო შეაჯამა და რატომ აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს? არჩევნები 2016, 54 საერთაშორისო და 91 ადგილობრივი ორგანიზაციის დაკვირვების ქვეშ. რაც წესით დაკომპლექტდა საუბნო კომისიები და რამდენი ამორჩეველია რეგისტრირებული ერთიან სიაში. რამდენი პარტია იბრძვის საპარლამენტო მანდატებისთვის და სად მოუწევთ მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება. საღამომშვიდობისა, ეს 20:30-ია, გადაცემის ნახვა 20:30-ის Facebook გვერდზე შეგიძლიათ, გადაცემის მოსმენა კი რადიო უცნობის საშუალებით FM 98 და 1-ზე. მე მაკაცინცაძე ვარ და 20:30-ის ჟურნალისტებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. არჩევნები 2016, როგორია მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატთა მოლოდინი და წინასაარჩევნო გარემოვის მიიჩნევენ მთავარ კონკურენტებად და რა შედეგზელიან არჩევნებზე, რა არის მათი მთავარი გზავნილი და როგორ მიმართავენ ამ უმრჩეველს არჩევნებამდე 2 დღით ადრე. მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატები გია ფაცურია და ჰამლეტ გეგია 2030-ში. როგორია ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ჩადენილი გახმაურებული მკვლელობების მსხვერპლთა ოჯახის წევრების შეფასება. შეძლო თუ არა ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენა, რაც ელოდნენ მოკლული ახალგაზრდების ოჯახები ქართული ოცნებისგან. რა ეტაპზეა საქმეებზე მიმდინარე გამოძიება და რა ზელიან მომავალი ხელისუფლებისგან იამეტრეველი გულიკო გამცემლიძე, გოგი ენუქიძე და მანანა ბაზაკაშვილი სტუმრად 2030-ში. როგორ შეიძლება შეფასდეს არჩევნებამდე 2 დღით ადრე ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერთა მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების გაკეთება შეძლო და რის ვერ შეძლო მმართველმა გუნდმა. რას პირდება ამ მომრჩეველს ქართული ოცნება და უკვე მეორედ რატომ უნდა ანდოს ამ მომრჩეველმა ქვეყნის მართვა მოქმედ ხელისუფლებას? რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის ასაცილებლად და შეძლებს თუ არა ქვეყანა მთავარი ტესტის ჩაბარებას? 20:30-ის შეკითხვებს თამარ ჩუგოშვილი უპასუხებს, მანამდე კი დღის სხვა თემები. შალვა რამიშვილის მიმართვის საფუძველზე კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელეკომპანია რუსთავი 2-სა და ეგზიტ-პოლების ჩამტარებელ კომპანია GFK-სთან თანამშრომლობის საკითხით ინტერესდება. საკითხის განხილვა დღევანდელ სხდომაზე გაიმართა. კომისია ითხოვდა ინფორმაციას, თუ როგორ გადაამოწმა არხმა კვლევის სიზუსტე. განხილვა ხვალ გაგრძელდება, ტელეკომპანიას კი დოკუმენტაციის სრულად წარდგენა დაევალა. ამასთან 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის GFK-ზე ჩამტარებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის ეგზიტ-პოლებს და საინტერესო რატომ ქონდა 2012 წელს მათ მიერ ჩატარებულ ეგზიტ-პოლს 20%-იანი ცდომილება და რატომ ამბობს კომპანია უარს საველე სამუშაოების გასაჯაროებაზე. გიორგი კობერიძემ დაინტერესდა თემის დეტალებით, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. გიორგი, მოგესალმები და გისმენთ. საღამომშვიდობისა, თავდაპირველად კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ დაწყებული მოკვლევის შესახებ რუსთავი 2-სა და კვლევითი ორგანიზაცია GFK-ის შორის გაფორმებული დოკუმენტით კომუნიკაციების ეროვნული კომისია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც უწყება ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა მიმართა. რამიშვილი გამოთქვამდა ეჭს, რომ GFK-ის კვლევით ხდებოდა საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება. კომისიამ ტელეკომპანიის იმ დოკუმენტის წარდგენა დაავალა, თუ როგორ გადამოწმდა კვლევის სიზუსტე. თუმცა კომისიის ცნობით რუსთავი 2-მა ეს დოკუმენტაცია სრულად ვერ წარადგინა. რუსთავი 2-ის მხარე კი აცხადებდა, რომ მათთვის გაგზავნილ წერილში გაუგებარი იყო კონკრეტულად რა დოკუმენტაციას ითხოვდა კომისია. თქვენი თხოვთ კონკრეტულ ინფორმაციას, კანონში წერია დაკავშირებულ დოკუმენტაციას. კანონში წერია თქვენ, რა ვიცი, მითხარით რა? კანონში წერია თქვენ როგორც დამკვეთმა, რა ტიპის კვლევა დაუკვეთეთ, ის წერია, რაც უნდა აკმაყოფილებდეს ის კვლევა, ის წერია კანონში. და ეგ უნდა გეწეროთ კონტრაქტში.
იქნება არ მიწა, იქ ზეპირი ხელშეკრულება. მაშინ დაარღვევთ ამ კანონს. ჩვენ რაც გაგვაჩნდა, გადავუგზავნეთ მას, კვლევა არ გაგვაჩნია, ქონდა კვლევის შედეგები, რაც გამოქვეყნდა საჯაროდ და მივაწოდეთ ეს ინფორმაცია. თუმცა კომისიისგან მივიღეთ პასუხი, რომ ეს იყო არასრულყოფილი ინფორმაცია და ისინი აპირებდნენ ჩვენზე დასანქცირებას, სავარაუდოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. კომპანიამ წარმოადგინა ინფორმაცია ნაწილობრივ, ჩვენი აზრით, ჩავთვალეთ ეს არასრულყოფილად, დღეს იყო ამ საკითხის განხილვა. მათ მოითხოვეს გარკვეული დაკონკრეტება, კი ბატონო, კომისია დაეთანხმა და ხვალ განესაზღვრავა და ხვალ კომისიის ხდომაზე 3 საათზე მოხდება ამ საკითხის განხილვის გაგრძელება. დამატებით ინფორმაციის წარმოდგენის თვალსაზრისით გადადებას მე არ დაუჭირო მხარი, იმიტომ რომ თავად ამ სხდომაზე ეხლა რამდენიმე წუთის წინ რუსთავერმა განაცხადა, რომ მისთვის საკმარისი არ იქნება, შეიძლება არ იყოს საკმარისი ხვალამდე იმ ინფორმაციის მოთხოვნა, რომელიც შეიძლება ჩვენ მოვთხოვოთ, ეს ერთი და მეორე და რომ ჩვენ შეიძლება მოვთხოვოთ და მათ ჩემი აზრით გასაგები იყო უკვე ამ სხდომაზე რა ტიპის ინფორმაციას ვითხოვთ, იმიტომ რომ ჩვენ ვითხოვთ სრულყოფილ კვლევას და მასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას იმისთვის, რომ დადგინდეს ამ კვლევის შესაბამისობა კანონთან. რუსთავერი ამბობს, რომ აქედან ნაწილი მას შეიძლება საერთოდ არ გააჩნდეს. სხვადასხვა ქვეყანაში სკანდალებით ცნობილი კომპანია GFK ტელეკომპანია რუსთავიორის დაკვეთით უკვე მესამე ჩაატარებს exit polls. კომპანიის მიმართ არსებულ შეკითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხეს. პირველი კითხვა 2012 წელს ჩატარებულ exit poll-ებზე დაუსვეს. მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩატარებული GFK-ის exit poll-ებსა და არჩევნების შედეგს შორის 20%-იანი ცდომილება იყო. GFK-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის იმ პერიოდში არ მუშაობდა კომპანიაში. ასეთი განსხვავება კი მისი თქმით, სავარაუდოდ საზოგადოებრივ მაუწყებელში გაგზავნილმა ორმა მონაცემმა გამოიწვია. კვლევის დროს შეგიძლია მარტივად გამორიცხო ისინი, ვისაც არ სურს გასცეს პასუხი შეკითხვას თუ ვის აძლევენ ხმას. არის ორი გზა კვლევის შედეგების წარდგენის. ერთ-ერთი იმ ხალხის გამორიცხვა, ვინც ინტერვიუერის კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა და მეორე, მათი რაოდენობის მონაცემთა ბაზაში ჩასმა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ასეთ შემთხვევაში პარტიების პროცენტული მაჩვენებელი ყოველთვის შედარებით დაბალია. მე არ ვფიქრობ, რომ მეთოდოლოგია იყო მცდარი, თუმცა ანგარიშის შედგენა მოხდა განსხვავებულად. ანგარიში შეიყვანეს ის ადამიანების, რომლებმაც ინტერვიუერის კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. კომპანია GFK-ის exit poll-ების საველე სამუშაოებს კომპანია BCG ჩაატარებს. ამ კომპანიის ხელმძღვანელი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან თარხნიშვილის მეუღლე ანა თარხნიშვილია. ჩვენ GFK-ის ვიცე-პრეზიდენტს ვკითხეთ, ქმნის თუ არა უხერხულობას ის ფაქტი, რომ exit poll-ების საველე სამუშაოებს ატარებს კომპანია, რომლის ხელმძღვანელიც არჩევნებში მონაწილეებს ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრის ლევან თარხნიშვილის მეუღლეა. თუმცა GFK-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მათ BCG გამოცდილების მიხედვით შეარჩიეს. GFK და BCG რუსთავიორის შემთხვევაში არამხოლოდ exit poll-ების, არამედ სოციოლოგიური კვლევების ჩამტარებლებიც არიან. ჟურნალისტების კიდევ ერთი შეკითხვა საველე სამუშაოების გასაჯაროების საკითხს ეხებოდა. კითხვაზე გაასაჯაროებენ თუ არა საველე სამუშაოებს, GFK-ის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი გასაჯაროება კონფიდენციალობის მიზეზით მიზანშეწონილად არ მიაჩნია. BCG-ის შერჩევის კრიტერიუმები იყო წინაკვლევების შედეგები, მუშაობის ხარისხი, რამდენად შეუძლია ორგანიზაცია GFK-ის სტანდარტების დაკმაყოფილება. პირადად მე ამ სფეროში უკვე 20 წელია მუშაობ. მე მიყვარს, როდესაც ადამიანები ანგარიშვალდებულები არიან, დეტალურ ინფორმაციას გაცდიან, როდესაც გიგზავნიან დოკუმენტებს, საიდანაც ვწმუნდები, რომ ეს კომპანია არის პასუხისმგებლიანი და საქმეს სერიოზულად უდგება. ამერიკის შეერთებულ შტატებში გვაქვს ბევრი პარტნიორი ორგანიზაცია, რომელთა თანამშრომლების ცოლები ან ქმნები დემოკრატები ან რესპუბლიკელები არიან. ჩვენ არ ვამოწმებთ მათ გენეალოგიურ ხეს, არ ვამოწმებთ მათ სიცრუის დეტექტორზე, მათ პოლიტიკურ ბიოგრაფიას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი და მისი საქმიანობა. საზოგადოების ინტერესი სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება კვლევის ჩამტარებელ ორგანიზაციას, კვლევის მეთოდოლოგიას და ასე შემდეგ, ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი. ჩვენ არ გვსურს ჩავერიოთ საველე სამუშაოების შემრჩევი კომპანიის შერჩევაში. მონაცემთა ბაზის გასაჯაროებისკენ ტელეკომპანია რუსთავიორს ტელეიმედმა მოუწოდა, რომელმაც ასევე გამოაქვეყნა სოციოლოგიური კვლევა და ის მზად არის საველე სამუშაოები გაასაჯაროოს.
ერთი დღით ადრე არ უნდა ვიცოდეთ მეთოდოლოგია და ეხაც არ ვიცი რა მეთოდოლოგია. არ შეიძლება ამ ხელა განსხვავება იყოს ორ პოლიტიკურ კვლევას შორის. ეს გონიერ ზღვარს არის გადაცილებული ამ ხელა სხვაობა და კარგი იქნებოდა რომ მონაცემები გამოექვეყნებიათ. პირადი მონაცემების გარეშე მონაცემთა ბაზა გამოექვეყნებიათ. ეს არის ელემენტარული და ეს ბევრ კითხვის ნიშანს მოხსნიდა. კამპანია რომელსაც კორუფციაზე აქვს სკანდალი თურქეთში გახსნილი ასე ვთქვათ. ის ესე იგი კორუფციაზე წამსვლელი არის. ანუ ერთ მხარეს დგას პარტია, რომელიც მიმცემია, მეორე მხარეს დგას სოციოლოგიური ჯგუფი, რომელიც ამღებია ტყუილის გაკეთებაში. რატო უნდა ვენდო? სკანდალი, რომელსაც JFK-ზე საუბრისას სოციოლოგი რამაზ საყვარელიძე ახსენებს, უცხოურ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხება. უკრაინული პრესა წერდა, რომ ქვეყანაში JFK-ის სატელევიზიო რეიტინგების გაზომვის უფლება ჩამოართვეს, რადგან ხელოვნურად შედგენილი რეიტინგებით კერძო კომპანიები აზარალა. უცხოური პრესა წერდა იმასაც, რომ თურქეთში კომპანიის თანამშრომლების მიერ დამალულმა გადასახადმა 21 მილიონი ევრო შეადგინა. მადლობა, პირდაპირ ეთერში გიორგი კობერიძე გვერდთვებოდა. არჩევნების მოლოდინი და წინასაარჩევნო გარემო შეფასება 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე როგორი ვითარებაა საქართველოში, რა ხარვეზებს ხედავს არასამთავრობო სექტორი, როგორია დიპლომატიური კორპუსის შეფასება, რა შეიცვალა 2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ოქტომბრამდე ოპოზიციის განცხადებები და ხელისუფლების პასუხი ნახეთ ანა ბროლაძის და სერგი ბარამიძის რეპორტაჟში. არჩევნებამდე 2 დღით ადრე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო პერიოდი შეაჯამა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ივნისი-ივლისის 7 კამპანიის შემდეგ არჩევნების მოახლოებასთან ერთად დარღვევების რაოდენობა გაიზარდა. სამეგრელოში სოფელ დიდინეთში ოცნების აქტივისტის ცემა, გორში ირაკლი უქრუაშვილისთვის სროლა და თბილისში გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტები საფრთხეს უქმნის სტაბილურ საარჩევნო გარემოს. ასეთია ორგანიზაციის შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ ფიქსირდებოდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები და ასევე რიგ შემთხვევებში ძალადობრივი და მუქარისშემცველი ფაქტების შესახებ გვაქვს ინფორმაცია, საერთო ჯამში დარღვევები თავისი მასშტაბით და ხარისხით არ არის იმდენად მძიმე და პრობლემური, რომ ამან არჩევნების ლეგიტიმაცია დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ. საპარლამენტო არჩევნებზე პროცესებს მხოლოდ საიას 500-მდე დამკვირვებელი 59 საარჩევნო ოლქში დააკვირდება. უშუალოდ არჩევნების დღისა და შედეგების შეფასებამდე კი არჩევნებამდე 2 დღით ადრე ოპოზიცია წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს. ნამდვილად მეგონა რომ გაცილებით უფრო მშვიდი გარემო იქნებოდა წინასაარჩევნოთ ვიდრე ახლა გვაქვს. ქუთაისის ოფისი იქნა რამდენიმე დღის წინ გაძერწული და ფარული სატელეფონო საუბრები, რომლებიც ადასტურებს, რომ ჩვენი პარტიის ლიდერს ასევე უსმენენ. წინასაარჩევნო გარემო დაიწყო კორცხელის დარბევით და რამდენიმე დღის წინ ბოლო ფაქტი იყო პარლამენტის წევრის მანქანაში აფეთქება. აი ეს ორი ფაქტი, დასაწყისი და დასასრული თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. თუ შევადარებთ ნაციონალური მოძრაობის მავნებელი ორგანიზაციის პერიოდის საარჩევნო გარემოს, რა თქმა უნდა განუზომლად უკეთესია, გაცილებით უფრო მშვიდია საარჩევნო გარემო, თუმცა სამართლიან სამგარემოს ვერ დავარქმევთ. შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რაც იყო 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში არჩევნებამდე. ბოლო ხანებში გახშირებული მოვლენები და ძალიან მძიმე შემთხვევები ძალადობის საფრთხეს ქმნის, რომელიც თავიდან უნდა იქნეს აცილებული. შედარება არ არის, თუ ლაპარაკი ყველა ხედავთ გძნობთ. ბევრად უფრო თავისუფალია, ბევრად უფრო მეტი საშუალება აქვს ხალხს გაანალიზოს, შეხედოს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას და იქიდან გამომდინარე გამოიტანოს დასკვნები. შენიშვნების ნაწილს საარჩევნო შექმნილი უწყებათა შორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი იზიარებს. იუსტიციის მინისტრის თქმით, სამომავლოდ ხარვეზები გამოსწორდება. მართლ პარტიაში ამბობენ, რომ ყველაფრის მიუხედავად ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე სამართლიან არჩევნებს ატარებენ. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიიდან ასეთი საარჩევნო, წინასაარჩევნო გარემო არ ყოფილა, ასეთი მშვიდი დემოკრატიული თუ არ ჩავთვლით გარკვეულ ცალკეულ ინციდენტებს, ჩვენ დავასრულეთ ძალადობა, დავასრულეთ ქვების სროლა, ხელკეტების დევნა ერთმანეთზე. პრობლემები რა თქმა უნდა გამოიკვეთა, თუნდაც ის რომ მიმდინარეობდა ყოველდღიურ რეჟიმში პლაკატების ომი, იყო 7 სისხლის სამართლის საქმე ცემის ფაქტზე. კიდევ უფრო კარგად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კიდევ უფრო მაღალი თავისუფლების და სიმშვიდის ხარისხი ვაჩვენოთ. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების უმეტესობა უკვე ქვეყანაში იმყოფება, მათ შორის NDI-სა და IRI-ის დელეგაციები. ევროკავშირის ელჩმა დღეს თქვა, რომ ის უცხოური ორგანიზაციების საჯარო შეფასებებს დაელოდება.
არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ჩემი შესაძლებელია საარჩევნო გარემოს ხარისხი. მე ველოდები საერთაშორისო დამკვირვებლების საჯარო შეფასებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანი საარჩევნო კამპანია. არჩევნების დღის ჩათვლით იმ პრინციპების დაცვა, რომელსაც იზიარებენ ევროკავშირი და საქართველო დემოკრატიულ თავისუფალ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ სწორედ ამ პრინციპებით შევაფასებთ ამ პროცესს. ერთი კვირის წინანდელ პერიოდამდე შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ეს არის სამაგალითო წინა საარჩევნო გარემო ყველანაირი გაგებით. უკანასკნელი დღეების მოვლენებმა რა თქმა უნდა შეცვალა სურათი. მე ვსარგებლობ შემთხვევით და ვაცხადებ, რომ გაერო და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გმობს ყველანაირ ძალადობას, რომელიც წინა საარჩევნო პერიოდში ხდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. ორ დღეში ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებს ატარებს. საარჩევნო კამპანიისთვის პარტიებს კიდევ ერთი დღე რჩებათ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული 25 საარჩევნო სუბიექტი 816 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და 3,513,884 ამომრჩეველი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოლოდინში. ორ დღეში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. უკვე აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, საარჩევნო უბნები დაბეჭდილია, საარჩევნო ბიულეტენები დაზუსტებულია, საარჩევნო სიაც. რა პროცედურები უნდა გაიაროს ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველმა 8 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემისას. დეტალები თამარ ციკლაურის რეპორტაჟში. 8 ოქტომბერს ზუსტად დილის 8 საათზე ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნება. უბანზე მოსულ საარჩევნო ხმის უფლების მქონე ამომრჩეველს თან უნდა ჰქონდეს ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან საქართველოს მოქალაქეობის პასპორტი. პირველ ეტაპზე ამომრჩეველი მიდის ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრთან და გადის მარკირების შემოწმების პროცედურას. მარკირების შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ ამომრჩეველი შედის საარჩევნო უბანზე, სადაც უკვე რეგისტრატორი ახდენს პირის იდენტიფიცირებას და სწორედ აქ ხდება მარკირების პროცედურის გავლაც. შემდეგი ეტაპი კი უკვე არის ბიულეტენების აღება. გინეცოლე, შემდეგ ეტაპზე მარკირების პროცედურის გავლის შემდეგ რეგისტრატორი კომისიის წევრი გადასცემს ამომრჩეველს ორ ბიულეტენს, ერთს პროპორციულს, ერთს მაჟორიტარულს, რომელიც უკანა მხრიდან არის დამოწმებული რეგისტრატორის ხელმოწერით და ბეჭდით. ამის შემდეგ ამომრჩეველი გადაინაცვლებს ფარული კენჭისყრის კაბინაში, სადაც იგი აფიქსირებს თავის არჩევანს, კეცავს ბიულეტენს ისე, რომ არ ჩანდეს ვისთვის აქვს მიცემული ხმა, გადმოდის მაგიდასთან, სადაც არის განთავსებული სპეციალური კონვერტები, ათავსებს კონვერტში ჩარდებულ ბიულეტენებს ყუთის ჭრილში, რის შემდეგაც ტოვებს საარჩევნო უბანს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე 3634 საარჩევნო უბანია. ამას ემატება 11 გამონაკლის შემთხვევაში გახსნილი საარჩევნო უბანი და ასევე 55 საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით 7 ადგილობრივ საარჩევნო ოლქში გაიმართება საკრებულო შუალედური არჩევნები, ხოლო მერიისა და თვითმმართველობის თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნები 273 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. შესაბამისად, ამ საარჩევნო უბნებზე საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემისთვის საჭირო 2 ბიულეტენისა იქნება შესაბამისი ბიულეტენებიც. ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3,513,884 ამომრჩეველი და სიაში შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები. არჩევნების დღეს იკრძალება აგიტაცია მხოლოდ საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის თანახმად აგიტაცია იკრძალება უბანზე, ხოლო უბნის გარეთ აგიტაცია არის დასაშვები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია უპრეცედენტო დიდი რაოდენობით საერთაშორისო არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები. არჩევნების მიმდინარეობას 73 მედია ორგანიზაცია გააშუქებს. საპარლამენტო არჩევნებს 91 ადგილობრივი და 54 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება. არჩევნებზე დაკვირვების შედეგებს კი არასამთავრობო სექტორის ნაწილი ჟურნალისტებს ნატოს საინფორმაციო ცენტრში განთავსებულ მედია ცენტრში გააცნობს. დაახლოებით 1000 კაცამდე დამკვირვებელი გვეყოლება, მათ შორის 850-მდე თვითონ საარჩევნო უბნებზე, ამას გარდა საოლქო კომისიებში და ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით ყველა ოლქში იმოძრავებს ჩვენი დამკვირვებლები, ასე რომ საკმაოდ მთელი საქართველოს მასშტაბით საკმაოდ ისეთი ფართო დაკვირვება გვაქვს. ჩვენ ასევე ვაკვირდებით 7 სხვადასხვა ქალაქში მსოფლიოს მასშტაბით უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებს.
საარჩევნო უბნებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ამ მომრჩეველს ზუსტად საღამოს 8 საათამდე შეეძლება. სწორედ ამ დროს დაიხურება ყველა საარჩევნო უბანი, დაილუქება საარჩევნო ყუთები და ცენტრალური საარჩევნო კომისია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლას დაიწყებს. დამეჯერებელი გამარჯვება, გადალახული ბარიერი, გარანტირებული ადგილები საკანონმდებლო ორგანოში და მოქალაქეთა უპირობო მხარდაჭერას არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო მოლოდინია. რომელი პარტია მიიჩნევს, რომ 8 ოქტომბერს უპირობო გამარჯვებას მოიპოვებს და როგორ აფასებენ პარტიების თვითშეფასებას ექსპერტები. მთავარი პოლიტიკური მატჩის წინ პარტიების მოლოდინზე ნიკა მუკუბანიანი კი ამბობთ. გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ერი. ქართველი ერის მხარდაჭერის იმედზეა ეროვნული ფორუმი, თუმცა კონკრეტიკისგან თავს იკავებენ. ის რომ პარტია დემოკრატიული მოძრაობის გარეშე ქვეყანაში პროცესები არ განვითარდება, ამაში დარწმუნებულია ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელი გიორგი ახვლედიანი. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კი არჩევნების შემდეგ არც მეტი არც ნაკლები მთავრობის დაკომპლექტებას გეგმავს. დღევანდელი მდგომარეობით და ვფიქრობ ის რამდენიმე საათში არ შეიცვლება, ჩვენ გვაქვს რეალური რეიტინგი იმისა, რომ დავაკომპლექტოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობა. გარანტირებულად შემიძლია თქვა, ჩვენ არ ვსაუბრობთ კონკრეტულ პროცენტებზე, არ ვსაუბრობთ ეს 20 იქნება, 30 იქნება თუ 50, ვსაუბრობთ იმაზე, რომ დემოკრატიული მოძრაობის გარეშე ქვეყანაში პროცესები არ განვითარდება. გამარჯვების მოლოდინი აქვთ ნაციონალურ მოძრაობაშიც, ყოფილ სახელმწიფო პარტიაში პირველი ადგილისთვის ემზადებიან და გადაუწყვეტელი ამომრჩეველის იმედი აქვთ. მხარდამჭერთა 10%-ის მოპოვების იმედი აქვთ ბურჯულაძის ბლოკში. კონკრეტული რიცხვების დასახელებისგან თავს იკავებენ თავისუფალი დემოკრატები, თუმცა მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა არ გაუჭირდებათ. დაველოდოთ ახლა 2 დღე დარჩა და მიმედი მაქვს, რომ თავისუფალი დემოკრატები საკმაოდ კარგად და საკმაოდ ჭარბად იქნებიან წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ველოდებით, რომ 10%-ზე მეც ორნიშნა შედეგს მივახცევთ. კონკრეტულად დამოკიდებული იქნება რამდენად შვიდად ჩაივლის შემდეგი რამოდენიმე დღე ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს საფუძველზე. რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ მეორე გაემზადება გამარჯვებისთვის და მე დარწმუნებული და ეს არ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება, ეს არის ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის, ჩვენი ქვეყნის წინსვლის ერთადერთი ალტერნატივა. პარტიების მიერ გაცხადებული პროცენტული მოლოდინები ღიმილის მომგვრელია დავით უსუფაშვილისთვის, თუმცა რესპუბლიკელთა სიის პირველი ნომერი მოქალაქეთა მხარდაჭერაში დარწმუნებულია. რესპუბლიკურ პარტიას გვაქვს ძალიან სერიოზული და მყარი საფუძველი იმისა, რომ მივახციოთ წარმატებას ამ არჩევნებზე. ეს წარმატება რა ციფრით და რა კონკრეტული რიცხვით იქნება გამოხატული, ამაზე სპეკულაციებს არ დავიწყებ. მეორე ადგილზე გასვლას გეგმავს პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია. ჩვენ ძალზე მცირე სხვაობა გვაქვს ქართულ ოცნებასთან, ამიტომ თუ გამჭირვალე დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება და ხმებიც ობიექტურად დაითვლება, ჩვენ ხელშესახებ წარმატებას მივაღწევთ. ქართულ ოცნებაში კი უპირობო გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან და მიაჩნიათ, რომ მათი გამარჯვება არც ოპონენტებს აეჭვებთ. ქართული ოცნება აუცილებლად მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას ამ არჩევნებში, ამას მე მგონი უკვე ყველა ხედავს, ამას ხედავენ ჩვენი ოპონენტებიც კი. ექსპერტები პოლიტიკოსების განცხადებებს გადამწყვეტ მატჩამდე ფეხბურთელების კომენტარებს ადარებენ. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ პარტიების გადაჭარბებული მოლოდინი პოლიტიკური ხრიკია. თამაშის წინ მიცემულ ინტერვიუში რომელიმე სულ თქვია, რომ წავაგებო, შაბათს არის საარჩევნო, ასე ვთქვათ, ფრონტი გახსნილი და იქამდე ყველა მებრძოლი იწვის, რომ მოვიგებ. უგულო პოლიტიკური ხრიკი არის, რომ ვიღაცას განწყობა შეუქმნან თავის სასარგებლოდ. და რა თქმა უნდა, მე სალაპარაკო გქონდათ არჩევნების შემდეგ, რომ აი ჩვენა ესეთი რეიტინგი გქონდა და მთავრობამ გააყალბა, თუ იქ ვიღაცებმა გააყალბეს. რომელი პარტიის მოლოდინი გამართლდება, ეს 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაირკვევა. საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს პარტიების დაფინანსებაზე ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე შემოწირულობებს მოიცავს. საანგარიშო პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა 16 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. თანხის დიდი ნაწილი 10 მილიონ ლარზე მეტი ქართულმა ოცნებამ მიიღო. პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი, მესამეზე პატრიოტთა ალიანსი დაახლოებით 1.150.000 ლარით არის. ნაციონალური მოძრაობა 650.000 ლარზე მეტი. 600.000-ზე მეტი ლარის შემოწირულობა კი მიიღო პოლიტიკურმა გაერთიანება გირჩმა. შემომწირულებს შორის 24 იურიდიული პირია, ფიზიკურ პირებს შორის კი მოქმედი დეპუტატებიც არიან.
ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად არიან საჯარო მოხელეები, რომლებმაც შესწირეს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს და მათი შემოწირულობა ზოგ შემთხვევაში ნახევარზე მეტია იმაზე, თუ რა შემოსავალი მიიღეს მათ ზოგადად წლის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ არის რისკები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, რომ ამ პირებმა შემოწირულობა განახორციელებს სხვა შემოსავლებიდან, ზუსტად ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ ფაქტებით უნდა დაინტერესდეს აუდიტის სამსახური. რა თქმა უნდა, მოვახდენთ რეაგირებას თუ შესაბამისი საფუძვლები არსებობს შემოწირულობასთან დაკავშირებით. კონკრეტულად დაჯარიმებულია უკვე პარტიები, მათ შორის ყველაზე დიდი პატრიოტთა ალიანსი დაჯარიმდა 300,000 ლარის ოდენობით. ეს როგორც უკანონო შემოწირულობის განხორციელების გამო, ასევე პალატა ბურჟუაზიის პარტია დაჯარიმდა 60,000 ლარის ოდენობით, ცალკეული პარტიები დაჯარიმდნენ დეკლარაციის წარმოუდგენლობის საფუძველზე და ასე შემდეგ. წინასაარჩევნო მარათონის დასასრულს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ლეიბორისტული პარტიის შემაჯამებელი დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და პარტიის სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. ძალიან დიდი ზეიმი იყო, არა მარტო ჩვენი პარტიისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. აქ შეიკრიბა ქვეყანაზე უანგაროდ შეყვარებული ქართველი პატრიოტების 1000 კაციანი ჯგუფები, რომლებიც მზად არიან 8 ოქტომბერს წერტილი დაუსვან ივანიშვილის კრიმინალურ ოლიგარქიულ მმართველობას და ჩვენ აი ამ გამარჯვებისათვის დღეს ჩავატარეთ საბრძოლო დათვალიერება და შემიძლია მოგახსენოთ, რომ ჩვენ მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის ბედზე. ქართული ოცნების გრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. შეხვედრა 300 არაგველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ბექაუდიშარია მოსახლეობას ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა წარუდგინა. კახა კალაძემ შეკრებილებს არჩევნებზე მისვლისა და სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი არჩევანი 2012 წელს დაწყებული დემოკრატიული გზა უნდა განაგრძოს. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები აუცილებლად გააკეთებენ სწორ არჩევანს, აუცილებლად მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და ეს იქნება თავისუფლება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად, თქვენთან ერთად ბრძოლით მოვიპოვეთ, მშვიდობიანი გზით მოვიპოვეთ. ეს არჩევანი იქნება ქვეყნის სწრაფი განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, რაც დღეს ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენს ქვეყანას. დღეს გქონდა პრაქტიკულად შემაჯამებელი შეხვედრა, საარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება, თუმცა ახლა იწყება მხოლოდ ყველაფერი, ახლა იწყება მუხჩაუხრელი შრომა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება მიაღწევს დამაჯერებელ გამარჯვებას, ისევე როგორც მაჟორიტარობის კანდიდატები, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში და ჩვენთვის 8 ოქტომბერი მხოლოდ დასაწყისი არის დიდი საქმეების კეთების. თავისუფალი ზონა და ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთმა წევრმა იგორ შეიკინმა დატოვა. მისი განმარტებით პარტიაში ყოველდღიურად ტარდებოდა თათბირები, სადაც იგეგმებოდა რა უნდა მომხდარიყო 8 ოქტომბრის შემდეგ. სწორედ ეს გეგმები აღმოჩნდა მიუღებელი იგორ შეიკინისთვის, რადგან მისი თქმით პარტიის მიერ ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები იგეგმებოდა. შეიკინმა პარტიის წევრობის დამადასტურებელი მანდატი საჯაროდ დაჭრა. ნათქვამი, რომ როდესაც არჩევნებს წავაგებთ, უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, უნდა მოვაწყოთ პროვოკაციები, რომ ელემენტარულად დაგვარბიოს მერე მთავრობამ და ასე შემდეგ გამოვაჩინოთ ხალხში თავი ისე, რომ აი რას გვიკვეთებს ეს მთავრობა და იყო ამისთვის კონკრეტული ჯგუფები, რომელიც იყო ყველაფერზე წამსვლელი და მე მგონი არის კიდევაც ყველაფერზე წამსვლელი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს თავისუფალი ზონის 2 წევრი ვაჟა მორგოშია და მარიამ ბაშარული დაკითხვაზე იძულების წესით მიიყვანეს. ორივე მათგანის დაკითხვა სუსში 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. თავისუფალი ზონის წევრების თქმით, მათი დაკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პოლიტიკური ნიშნით მოხდა. სუსში კი განმარტავენ, რომ ისინი უწყებაში არასაპატიო მიზეზით არ ცხადდებოდნენ, რის შემდეგაც უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით საგამოძიებო უწყებაში მათი მიყვანა იძულების წესით მოხდა. დაკითხვაზე რჩება ნაციონალური მოძრაობის წევრის ჭიორა თაქთაქიშვილის მეუღლე ილია ნიკოლაიშვილი, რომელიც Facebook გვერდის საქართველოს ერთგულებისთვის შემქმნელია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყველა მათგანი 315 მუხლი დაწყებული გამოძიების ფარგლებში იკითხებიან, რაც შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლას გულისხმობს.
დაბარებული ვიყავი 4 რიცხვში, მოვედი განცხადების შესაბამებლად, რომ მე არ მეცალა 4 რიცხვში საარჩევნო კამპანიაში ჩართული ვარ აქტიურად ვარ დავით კირკიტაძე შტაბის წევრი, განცხადება არ ჩაიბარა კანცელარიამ უკავია, გადაღებული გვაქვს ჩვენ ეს ყველაფერი და შემდეგ მოახდინეს იძულებით მოყვანა. იყო ყველა თემაზე კითხვები, იმაზეც და სტაბილიზაციაზე, არ შემიძლია კონკრეტული კითხვებზე ვისაუბროთ. ეს ყველაფერი არის პოლიტიკური ნიშნით. ვიღაცას არ აწყობს ჩვენი პოლიტიკური აქტიურობა. ეს ვიღაცა კიდევ ბიძინა ივანიშვილია. 315 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა დღევანდელი დაკითხვა. კითხვები ეხებოდა უშუალოდ ბესოკალაძის განცხადებას და ასევე ნუგზარ ჭექბერაშვილის განცხადებას. რასაც ხადებს უსი რომ მარტივად რომ თქვა ხალხისთვის გასაგები იყოს რომ მზადდება სახელმწიფო გადატრიალება ხელისუფლების დამხობა და ასე შემდეგ, ხო? ვინ ამბობს ამას? ამას ამბობს ის, ვინც იყო თავისუფალ ზონაში, ვინც მოისყიდა სუსმა და ამჟამად ამხედრებული არიან ძვირადღირებულ მანქანებზე. ახლა რეკლამის დროა 20-30 პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დააბრუნდება, დაგველოდეთ. ქარის პირველი ელექტროსადგური საქართველოში 34 მილიონი დოლარის ინვესტიცია, 21 მეგავატის სიმძლავრე და ალტერნატიული წყაროდან მიღებული ელექტროენერგია 12000 ოჯახს. როგორ ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების ელექტროსადგური? ქარის ენერგიის გამოყენების რა პოტენციალი აქვს საქართველოს და ქვეყნის რომელ რეგიონებში იგეგმება ალტერნატიული წყაროების ათვისება? ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნა ამბროლაურის აეროპორტში. როდის დაინიშნება რეგულარული რეისები და რამდენ ხანში გახდება შესაძლებელი დედაქალაქიდან რაჭაში ჩასვლა? რა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება აეროპორტების მშენებლობის პარალელურად და რა შესაძლებლობები ექმნებათ რეგიონებს? 20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება. საკონსტიტუციო სასამართლოს განახლებული შემადგენლობით პირველი სხდომა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა უნდა დასახელებულიყო, მხოლოდ 5 მოსამართლის აზრთა გაცვლა გამოცვლით დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსამართლეთა ნაწილმა თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჩამოყალიბებისთვის დამატებითი დრო ითხოვა. სასამართლოში 8 მოსამართლიდან 3. მაია კოპალიაშვილი და 2 ახლად არჩეული მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე და ირინა იმერლიშვილი არ იმყოფებოდნენ. კანონი ითვალისწინებს ორკვირიან ვადას კანდიდატურების დასახელებისათვის, მაგრამ თუ მოსამართლე ჩამოყალიბდება და მოსამართლეები ჩამოყალიბდებოდნენ ერთ დღეში, ორ დღეში, ერთ კვირაში და დღეისთვის, კენჭისყრა თქმა უნდა გაიმართებოდა. რატომ არ მოვიდნენ სხვა მოსამართლეები? იმდენად არა. მოკლე ვადაში იყო ჩანიშნული ეს პლენუმის ხდომა. მოსამართლეთა ნაწილმა განაცხადა, რომ მათ კიდევ ჭირდებოდა დრო იმისათვის, რომ კანდიდატურაზე ჩამოყალიბებულიყო. დღევანდელ სხდომაზე მოხდა სხვადასხვა საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შორის მსჯელობა. ასევე მოხდა აზრთა გაცვლა გამოცვლა მოსამართლეებს შორის იმ პროცედურულ საკითხებზე, რაც შეეხება თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევას. დღეიდან ქარის ტურბინები ოფიციალურად ამუშავდა. განახლებადი ენერგიის მოპოვება საქართველოს ელექტროსისტემა სავარაუდოდ დეკემბერში დაიწყებს. 6 ცალი 20 მეგავატის სიმძლავრის ქარის ტურბინები 34 მილიონი დოლარი დაჯდა. იდეის ავტორი ენერგეტიკის სამინისტრო, ამის მიზანი კი ენერგოდამოუკიდებლობა და ბაზრის დივერსიფიკაცია. სწორედ ამიტომ გორში გახსნილი ქარის ტურბინების პარალელურად საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს შესაბამისი ადგილების შერჩევა. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ალტერნატიული ენერგიის წყარომ საქართველოს ელექტროსისტემის 10% უნდა აითვისოს. ნოდარ სხირტლაძის რეპორტაჟი გორიდან. 6-ვე ტურბინა უკვე ექსპლუატაციაშია შესული და დაახლოებით 12000 ოჯახისთვის საკმარის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ქარის თანამედროვე სტანდარტების ელექტროსადგური ალტერნატიული ენერგიის გამოყენებით ფუნქციონირებს და წელიწადში 88 მილიონ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. საქართველოს აქვს ისეთი ალტერნატიული ენერგიის რესურსი, როგორც არის ქარის და მზის ენერგია, და მე მჯერა, რომ ამ რესურსების სათანადო დათვისება ძალიან მნიშვნელოვან დამატებით სიმძლავრეებს შეძენს ჩვენი ქვეყნის ენერგოსექტორს. დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტური გახლავთ იმისი, რომ საქართველო ხდება ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი. პროექტზე მუშაობა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა 2013 წელს დაიწყო. იმავე წლის ზაფხულში დამონტაჟდა ქარის ძირითადი პარამეტრების გამზომველი ანძა. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში სატელევიზიო ანძის სიახლოვეს შეირჩა ოპტიმალური ადგილი, სადაც განლაგდა ელექტროსადგურის 6-ვე აგრეგატი. ქარის პირველი ელექტროსადგურის სრული დატვირთვით დეკემბრის მეორე ნახევარში ამუშავდება. გამომუშავებულ ელექტროენერგიას 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო შეიძენს.
Რამოდენიმე დღეში უკვე დაიწყებს ელექტროენერგიის გამომუშავებას, არის ტესტირების რეჟიმში და ძალიან მალე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ამ ულამაზესი პროექტიდან გამომუშავებული ელექტროენერგია მიიღოს და მოიხმაროს. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით ალტერნატიული ენერგიით გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯია. ილია ელოშვილის თქმით, სამინისტრო განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალურად ათვისებას აპირებს. ჩვენ როგორც ქვეყანამ აუცილებლად ის სიმდიდრე, რომელიც დევს ჩვენს განახლებად ენერგიის წყაროებში, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ეს არის ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა. პროექტი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის შვილობილმა კომპანიამ განახორციელა. ფონდის ხელმძღვანელის მამუკა კობახიძის განცხადებით ალტერნატიული ენერგიის ასათვისებლად მუშაობა კიდევ 4 ადგილზე მიმდინარეობს. ერთი არის თვითონ აქ გორიორი, ასე ვთქვათ, დაახლოებით 100 მეგავატამდე, ერთი არის ნიგოზასთან ახლოს 40 მეგავატამდე, საჩხერეში 120 მეგავატი და ზესტაფონში 150 მეგავატი. დაახლოებით 2017-ის მეორე მესამე კვარტალში ჩვენ უკვე გვეცოდინება ტექნიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ენერგეტიკოსების განცხადებით საქართველოს ალტერნატიული ენერგიის ათვისების დიდი პოტენციალი აქვს. მათი თქმით, მხოლოდ ქარის ენერგიით საქართველოს 5 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის მიღება შეუძლია. დღეისათვის ქარის ენერგეტიკა ისე განვითარდა, რომ მისი გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულება ცოტათი უფრო დიდია ვიდრე ჰიდროენერგეტიკის, ასე რომ მას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ჰიდროენერგეტიკასაც და ბუნებრივია თბოენერგეტიკაზე საუბარი არ არის. ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის ღირებულება 34 მილიონ დოლარს შეადგენს. მისი სრული დატვირთვით ამუშავება ხელს შეუწყობს ხელისუფლების სტრატეგიას, რომელიც ზამთრის პერიოდში ქვეყნის მოთხოვნის ნაწილის ქარის ენერგიით დაკმაყოფილებას ითვალისწინებს. ამბროლაურში აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გაიხსნა. აეროპორტის მშენებლობის ინიციატივა პრემიერს მინისტრს ეკუთვნის, ღირებულება 10 მილიონ ლარს ეჭარბებს. პრემიერის განცხადებით აეროპორტის გახსნას რაჭაში ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. როგორი იქნება რაჭის აეროპორტი, რა დანიშნულება ექნება მას და რამდენი ადამიანი დასაქმდება მშენებლობის დასრულების შემდეგ, ნახეთ ირაკლი აკობიას რეპორტაჟში რაჭიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმ საჰაერო ხომალდის პირველი მგზავრი იყო, რომელიც ამბროლაურში ახლად გახსნილ აეროპორტში დაეშვა. აეროპორტის მშენებლობის ინიციატივაც მას ეკუთვნის და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამშენებლო სამუშაოების დროულ დასრულებასაც მონიტორინგს უწევდა. დღეს იწყება რაჭის და არა მარტო რაჭის, რაჭა-ლეჩხუმის განვითარების ახალი ეტაპი. ეს იქნება არა მარტო რაჭა-ლეჩხუმის, არამედ ქვეყნის მთლიანი ინფრასტრუქტურის და სივრცილის განვითარების სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი. 1100 მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომლის სიგრძე 30 მეტრია, საშუალებას იძლევა შეზღუდვის გარეშე L419 ადგილიანი ტიპის საჰაერო ხომალდები მიიღოს. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლებამ უმოკლეს დროში შეძლო ინიციატივის სისრულეში მოყვანა, რაც რაჭაში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაჭის განვითარებისათვის, ეს არის სწორედ ახალი ეტაპი რაჭის ტურისტული განვითარებისათვის, ჩვენი ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურის ახალი შემადგენელი ნაწილია. ამბროლაურის აეროპორტი თანამედროვე სისტემებით და საჭირო სპეცავტოტექნიკით აღიჭურება. მას შემდეგ, რაც მთლიანად დასრულდება აეროპორტის მშენებლობა, შესაძლებელი გახდება 50 კაციანი საჰაერო ხომალდის მიღება. ტერმინალის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება. აეროპორტი ძირითადად შიდა რეისებზე იქნება გათვლილი. აეროპორტის მიზანი ორი არის, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ეს არის ტურიზმის განვითარება, რა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ ასევე შიდა გადაადგილების მობილურობა და შეზღუდულ ვადებში გადაადგილება საქართველოს შიდა ტერიტორიაზე. ადგილობრივები ამბობენ, რომ აეროპორტის მშენებლობა დასაქმებას ხელს შეუწყობს. მნიშვნელოვანი ფიზიკის მისცემს რაჭაში ტურიზმის განვითარებას. აქ მშენებლობის პროცესში დასაქმებულები იყვნენ ადგილობრივების უმრავლესობა და მშენებლობის დასრულების შემდეგაც დასაქმდებიან ადგილობრივები. დასაქმდება, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობა აქ ხო გჭირდება ახლა ყველანაირად და ხელს შეუწყობს ძალიან ტურიზმის განვითარებას. ზამთარში არ ჩაიკეტება რაჭა და მოსახლეობა იქნება ძალიან კმაყოფილი. რაჭაში აეროპორტის მშენებლობის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტის ღირებულება 10 მილიონ ლარს აჭარბებს. მიწის რეგისტრაციის რეფორმების პირველი თვის შედეგებით 20,041 მოქალაქეს მიწა საკუთრებაში დაურეგისტრირდა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. თია წოლუკიანმა მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობისას ბოლო 2 თვის შედეგები შეაჯამა. მინისტრის თქმით, რეგისტრაციის პროცესში არსებული ბარიერები მოიხსნა და პროცედურები გამარტივდა. რეფორმა 1 აგვისტოდან ამოქმედდა, მას შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო რეესტრმა 74,828 განცხადება შევიდა.
ჩვენთან დღეში საშუალოდ ამ რეფორმის ფარგლებში 1600 განცხადება შემოდის, თუმცა იყო რეკორდული მაჩვენებლებიც, მაგალითად 5000 განცხადება შემოვიდა მხოლოდ 31 აგვისტოს ერთი დღის განმავლობაში. მე მინდა საჯარო რეესტრის თითოეულ რეგისტრატორს და ხელმძღვანელს, ვინც ამ რეფორმაში არის ჩართული, მადლობა ვუთხრა. ახლა რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ. პირდაპირ ეთერში ბრუნდება, როგორია მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატთა მოლოდინი და წინა საარჩევნო გარემო რა არის მათი მთავარი გზავნილი და როგორ მიმართავენ ამ მომრჩეველს არჩევნებამდე 2 დღით ადრე. 2030 შეკითხვებს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატები გია ფაცურია და ჰამლეტ გეგია უპასუხებენ. ბატონებო, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო გია, თქვენ დამოუკიდებელი კანდიდატი ხართ და ვიდრე კითხავთ რას პირდებით ამ მომრჩეველს წინა საარჩევნო და როგორ წარმოგიდგენიათ ვაკის განვითარება და რას აიღებთ საკუთარ თავზე. მანამდე მაინტერესებს რამდენად რთულია და რთულია თუ არა იყო თუ პარტიო და დამოუკიდებელი დეპუტატი. რა სირთულეებთან არის კავშირში? სირთულეები ერთადერთი რაც მქონდა ადმინისტრაციული ორგანოებიდან რა. ეს სირთულე შემიქნა პირველად საოლქო კომისიამ საარჩევნომ, რომელმაც არ გამატარა, მერე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. იცით თუ არა რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქალბატონი თამარ გაგვარია კაცო ჟვანიას წინააღმდეგ გენპროკურატურაში მაქვს საქმე. შეტანილი პირადად დაუყოვნებლივ დაპატიმრებაზე. და მიკავშირდებიან ხოლმე გენპროკურატურაზე. რა დააშავა ქალბატონი? რა დააშავა და დაარღვია 5 სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი. და დიახ გენპროკურატურა მიიღო წარმოებაში, გენპროკურორმა გადააწერა მოადგილეს. მოადგილემ გადააწერა თბილისის პროკურორს, თბილისის პროკურორმა გადააწერა ვაკეს საბურთალოს პროკურორს და გუშინ დამიკავშირდა გამამძიებელი. მეთქი ეხლა თავი გამანებეთ, რვის მერე მზათა ვარ. აი ესეთი სირთულეები მაქვს თორე. ზეწოლა როგორც ასეთი თქვენზე ხომ არ ყოფილა? მაგალითად ჩემზე ზეწოლა სადა ლიდერები ამბობენ რომ აი სუსი აშინებთ, რაღაცა გარკვეული რაღაც ნიშნები მიდის, ან გზავნილები მიდის. თუმცა ეს კონკრეტულ სახელებს დაგვარებს, ფაქტია, დღემდე არ მოგვისმენია, თქვენ შემთხვევაში როგორ არის? ჩემ შემთხვევაში მე ვარ ხორციელებ სუსზე ზეწოლას. მე მაგის სპეციალისტი. რა სახით? როგორ ასახით? სუსმა ერთხელ გაბედა და უარი მითხრა მოქალაქეობაზე, რომელიც წამართვა სააკაშვილმა რა. სუსმა გითხრა თუ არა? სუსმა მითხრა თავის დროზე უარი ასევე აბსოლუტურად უკანონოდ რა. და სარჩელი შევიტანე იუსტიციის სამინისტროს სუსის და შესესეს წინააღმდეგ. და აი ამ ასე ვთქვათ პერიპეტიების დროს აღმოვაჩინე რომ ვისი ბრალი ყოფილა ყველაფერი. მერე ბატონმა მარგველაშვილმა მომცა მოქალაქეობა და კენს ვიყრი. მაგრამ აი ნინო გიორგობიანი რო არის თქვენი კოლეგა, ხო იცით? ჩვენი კოლეგა. ხო, ჟურნალისტი ყოფილი. აი მისი ხათრით არ გავაგრძელე ეს პროცესი. თან უკვე ყველა დოკუმენტი ისედაც მქონდა. ამიტომ სუსი ჩემზე ვერ ახორციელებს ზეწოლას და ვერ ახდენს თქვენზე ზეწოლას სუსი. გასაგებია. ბატონო გია, საინტერესოა აი ეს ყველაფერი გასაგებია წინა საარჩევნო გარემოზე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ, თუმცა რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა და პოლიტიკურად გააქტიურება? ჩეომაგა 24 წლის ვიყავი მე. ეს რამდენიმე ეთერში მოვუყევი. როდესაც აწი უკვე ეროვნულმა გმირმა ჟიული შარტავა წამიყვანა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში და სპიჩრაიტერი ვიყავი 6 ზავორგის საორგანიზაციო განყოფილების გამგეს. ამიტომ ბავშვობიდან პოლიტიკის, ასე ვთქვათ, პოლიტიკასთან ახლოს ვიყავი რა. მე გაზეთის რედაქტორი ვიყავი, ჟურნალისტიკა და პოლიტიკა ახლოსაა ხო დამეთანხმებით. ეხლა წინა საარჩევნოდ იმის მერე რაც ბატონმა მარგველაშვილმა დამიბრუნა მოქალაქეობა, 3 პარტიის და საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლები მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს რომ აი მიიღეთ ჩვენი სიით მონაწილეობა და რავის ყველას უარი უთხარი და მე ვინ იყო ეს 3? მოდი რა არც რეკლამას ნუ გავაკეთებ და ნურც ანტირეკლამას გავაკეთებ რა ფიცა ვარ რომ ეგრე იყო. უარის მიზეზი რა იყო? იმიტომ რომ ვერ გავაკეთე თვით იდენტიფიკაცია ამ პოლიტიკურ ძალებთან.
ამიტომ გადაწყვეტ რომ დამოუკიდებლად გადავწყვიტე რომ დამოუკიდებლად მე შემიძლია მაჟორიტარად ვიყო. გასაგებია. ბატონო ჰამლეთ, თქვენ თუ შეეძლეთ სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება, ან თქვენთან დაშინების თვალსაზრისით რა მდგომარეობა? რომ მე პარლამენტში მოხვედრილიყავ, იმიტომ რომ მე არ ვფიქრობ, რომ პარლამენტი უნდა იყოს ქუდი ვიღაცისთვის, სამწუხაროდ საქართველოში პოლიტიკანობა გახდა ბიზნესი და აქედან გამომდინარე სწორედ ის პრობლემები, რომელიც ახასიათებს ჩვენ საზოგადოებას, არის უნდობლობის სინდრომი. ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნისათვის, იმიტომ რომ მე ვხვდები ამორჩევლებს, იგივე ჩემი კოლეგები, ჩემი მეგობრები არიან და აქედან გამომდინარე ვხედავ, რომ მათი დამოკიდებულება პარტიების მიმართ საკმაოდ არასახარბიელო არის. არა და პარტიები ახდენენ ფორმირებას თავრობის და აქედან გამომდინარე უნდობლობა აუცილებლად აისახება სახელმწიფო ინტერესებს და თვითონ ჩვენი ცხოვრების დონეზე. ჩემი ძირითადი мотиваცია ის იყო, რომ მეგობრებმა ახლობლებმა მთხოვეს, მე როგორც მოქალაქე ვალდებული ვარ ამ ურთულესი არჩევნები იქნება და ყველაფერი უნდა გავაკეთო ჩვენ მოქალაქეებმა. რა თვალსაზრისით იქნება ურთულესი არჩევნები? ურთულესი იქნება, იმიტომ რომ ხედავთ, რომ საკმაოდ პოლარიზებული არის ჩვენი საზოგადოება. ერთი ნაწილი უზომოდ მდიდრდება მეორე ნაწილის ხარჯზე. სამწუხაროდ არის დაპირისპირება სოციალურ, ეკონომიკურ და ეს ყველაფერი გადადის პარტიულ დაპირისპირებაში. და ვხედავთ ახლა ეს ბოლო მოვლენებას გვაჩვენა, რომ ფაქტობრივად ზღვარზე არის ფისული საზოგადოების მოთმინებას და ჩვენ დამოუკიდებელმა უპარტიო კანდიდატებმა განსაკუთრებით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ დაუშვათ დაძაბულობა და არ დაუშვათ. ძალიან რთულია, როდესაც თქვენ არ ხართ რომელიღაც კონკრეტულ პარტიაში, პარტიის წევრი, შესაბამისად არ იღებთ დაფინანსებას, შემომწირველები, ვთქვათ, იმ რაოდენობით არ გყავთ, ვთქვათ, რა რაოდენობითაც მსხვილ პარტიებს აქვთ, როგორ ახერხებთ? საკმაოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ფინანსები იმისთვის, რომ აწარმოოთ კამპანია, შეხვდეთ ამორჩეველს და ასე შემდეგ. ჩემს კოლეგას გიას ვეთანხმები, რომ იყო გარკვეული საუბარიც და ასე მითხრა და გამიკვირდა კიდევაც, რომ საშუალოდ თუ იმისათვის, რომ რაღაც ფუნქციონირება გასცეო, ელემენტარულად $30,000-ზე მეტი რესურსი უნდა გაგაჩნდეს. ნუ რა თქმა უნდა მე გამეცინა და მე ვხედავ, რომ თუ დაუშვათ მართლა ჩვენ გულწრფელად და მართლაც საზოგადოების გარკვეული მხარე გიჭერს არ არის დინთახებთან დაკავშირებული, იმიტომ რომ აქ შეხვედრებზე არის საუბარი, თქვენ კარგად მოგეხსენებათ სოციალური ქსელი ფაქტობრივად არაფერი არ გიждდება, პლუს ბუკლეტებიც ახლა მე რაც დავბეჭდე, დაახლოებით 900-800 ლარის ფარგლებში არის 1000-მდე შეიძლება ავიდეს. თავარი ეგ არ არის, თავარი არის რომ აი შენი პატიოსებიდან, შენი სამშობლოს სიყვარულიდან გამომდინარე, თუ რამე შეგიძლია მურთულეს პერიოდში ქვეყანას უნდა გამოადგე და მე რატომღაც მირჩიეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მithumetes მე წყნეთში ცხოვრობდი დიდი ხნის განმავლობაში და აქედან გამომდინარე მე გამოცდილება ვიყავი მათი დამოუკიდებელი კანდიდატი ყოველთვის პირველ ადგილზე გავდიოდი და წყნეთელებაც მთხოვეს რომ მათი გადაადგილების პრობლემა, იგივე ბუკლეტების დაბეჭდა, ეს თქვენი პირადი რესურსი ეხარჯება ფინანსური რესურსი. ძირითადად ჩემი და მეგობრების. და სხვა შორის ერთი ჩემი კოლეგა არის სურაშ შარია და ამას წინათ საუბრობდით ტელევიზიაში პირდაპირ გადაცემა იყო და გავიგე რომ დააჯარიმეს და მეთქე რატო დაგაჯარიმეს ფეთქ ალბათ იმიტომ რომ ფული არა გაქვს ფეთქ არა სერიოზულად ვიყო შემოსული არ იყო საარჩევნო სივრცეში და უკვე დააჯარიმეს 1000 ლარით ახლა საიდან აქვს ახლა სურაშ შარიას 1000 ჩვენი კოლეგა არის ვაკეში იყრისკენ სხვა შორის ნუ აი ესეთი დამოკიდებულება თქვენ სწორედ ბრძანეთ რომ ფაქტობრივად მოინდომეს პარტიებმა ერთმანეთს გაურეგდნენ ფაქტობრივად შეთქმულებას გამოვიდა და ესე ჩარეცხვა უნდათ დამოუკიდებელი უპარტიო კანდიდატების ეს ყოველდღე პარტიები გებრძვიან ბატონო ჰამლეთ პარტიები არ გვებრძვიან ჩვენ სხვა შორის იმიტომ რომ ჩვენ ძალად არ გვთვლიან და ძალიან ცდებიან ჩვენ უფრო მეტი ძალა გვაქვს იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი დობის ხარისხი ბევრად უფრო მეტი არის ვიდრე პარტიების მე არ ვლაპარაკობ სახელმწიფო რესურსზე არც ოცნებაზე არ ვლაპარაკობ ოპონენტებზე ვისაც გარანტირებული ამორჩეველი ყავს და რატომ ყავს და რაღაცა ეს ყველა ვიცი და ეს პრობლემა არ არის მოსახლეობისას ვინ გებრძვით ბატონო? ვინ გებრძვით? არა, ჩვენ კი არ გვებრძვით, საერთოდ დამოუკიდებელ კანდიდატებს ებრძვიან, უნდათ რომ ჩარეცხონ, იქიდან გამომდინარე რომ უნდათ მიიღო ვითომ კანდიდატების ყიდვა ადვილი არის, აი დაუშვათ გავიდა ოცნებას. ვისგან მოდის ამ ტიპის ან ფრაზები ან შეფასებები? ეს ფრაზები მოდის პირველ რიგში პოლიტიკოსებისგან, ამაზე უზარმაზარი დებატები იყო და 800+1 იყო გახსოვდა, დამოუკიდებულება იყო ძალიან ისეთ საინტერესო რომ როგორ ეხლა მაჟორიტარები შევლენო, მე იქ იყიდიანო უმრავლესობაში თითქოს ესე იგი გამოდის პარტიები არ იყიდებენ დაღწიან ხრწყილებით ერთი პარტიიდან მეორეში და ხედავთ რომ პარტიები ჩვენ თვალწინ იყიდებიან და ამ დროს მაჟორიტარი ვისაც მოქალაქეობრივი მოვალეობა უფრო მაღლა
ყავს რანგა თაყვანელი, ვიდრე დაუშვათ მისი პარტიულობა ან დაუშვათ პარლამენტში ყოფნა, რა თქმა უნდა, ის არასოდეს არ გაიყიდა, იმიტომ რომ ჯერ ერთი გამოწვევის მექანიზმი არ აქვს და მეორე ერთი გამოწვევის მექანიზმი თვითცენზურიდანაც არის გამომდინარე, დაუშვათ სიტყვაზე, მე დამიჭირა მხარე, ეს მათე გადასა სიტყვაზე, ხო? მე თუ დაუშვათ მე არანაირ დაპირებებს არ ვიძლევ, გარდა იმისა, რაც მიკეთებია, იმიტომ რომ ჩემი ეს დაპირებებთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, ბატონო გია, ჯერ თქვენ მოგცემთ საუბრის საშუალება, სადაც არის ფაცურია, იქ თქვენი ხმა დაცულია, გაიმარჯვებს ფაცურია, ეშველება ვაკეს. საკმაოდ საინტერესო სლოგანებია. საინტერესოა ჰქონდათ შეხვედრები ვაკის მოსახლეობასთან, რა პრობლემები არის დღეს ვაკეში? რის მოგვარებას ითხოვენ ისინი თქვენგან? არ მახსოვს ერთ ტელევიზიაზე ვთქვი, აი საერთოდ არ გაიხედავ ყველგან პრობლემებია. ყველგან აბსოლუტურად. აი პრიორიტეტული საკითხები რა არის თქვენთვის, მაშინ ასე გითხავთ. ვაკეში პრიორიტეტული საკითხები შემდეგია. პირველი, ძალიან არ მოწონთ კოჰაბიტაცია. მეორე, ესე იგი სოციალური პრობლემები და მესამე, ეს არის უკანონო მშენებლობები. კოჰაბიტაციასთან და ნაციზმთან ბრძოლის სიმბოლო ვარ. სოციალური პრობლემებსაც მივხედავ გარკვეულ კოაბიტაციის მოშლა როგორ უნდა გამოიწვიოთ, თუ თვლით რა თქმა უნდა, რომ არის კოაბიტირებული ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებასთან. როგორ უნდა გააკეთო და ელემენტარულად უნდა გააკეთო, მაგალითად. თქვენ როგორ უნდა მოახერხოთ ეს მაინტერესებს? მე როგორ უნდა მოახერხო? მე უნდა დავაყენო პარლამენტში საკითხი, რომ ვინაიდან სააკაშვილის დროს ხანდაზმულობის ვადა სამოხელეო დანაშაულზე გაზარდეს 15 წლამდე, ეს ნიშნავს რას? რომ ხო წავიდნენ ისინი 2012 წელს ხელისუფლებიდან რა? ამას მივუმატოთ 15 წელი, 27 წელია. 27 წლამდე დევნაში უნდა. მე მაგალითად არ მოუხსნიდი ადეიშვილს ძებნას. მე არ გამეპარებოდა მეგის ქარდავა. მე დათა ახალაიასთან დაკავშირებულ საქმეებზე არ მოვიქცეოდი როგორც ჩვენი პროკურატურა და ასე შემდეგ. აი, ამაზე გიждდება ხალხი, რომ მთავარი მკვლელები სადღაც გაქცეულები არიან. სოციალური პრობლემების მოგვარება აწუხებს ვაკელებს სოციალური პრობლემები. აი ამ მიმართულებით თქვათ რას გააკეთეთ? ამ მიმართულებით კიდე მე ვაკელებს ვეუბნები და აი გავაკეთე ესეთი რაღაცა რა. აი აქ წერია, wake ვაკე, ანუ გაიღვიძე ვაკე. და რამდენიმე ჩემ მეგობართან ერთად აი ბოლო გვერდზე მეც მაქვს. ხო გენაცვლი ბოლო გვერდზე წერია. ჩვენ გავხსენით საიტი. ამ საიტის დახმარებით ჩვენ ვაპირებთ, რომ შევქმნათ ვაკის საზოგადოებრივი საკრებულო. იმიტომ რომ ვაკის მოსახლეობაში, ვაკის ელექტორატში არის უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალი ჩაფლული. ვაკეში არის ყველა უბანს ეყოლება ორი წარმომადგენელი, ხო? დიახ, 32 უბანია და ჩვენ ვთხოვთ ვაკელებს დარეგისტრირდნენ ამ საიტზე, ყველა მაგათი მონაცემი აქ არის და დაფიქრდნენ, რომ ვინ, ასე ვთქვათ, შეძლებს, რომ გაუძღვეს იურიდიული პროგრამების. რა მიზანი ექნება ამ საკრებულოს, საზოგადოების? ამ საკრებულოს მიზანი ექნება თვითმმართველობის ელემენტების დანერგვა და ვაკის გამგეობის, თბილისის მერის და ასე ვთქვათ კონტროლი. როგორ უნდა გააკონტროლოთ თუ არ როგორ უნდა გააკონტროლოს და ნეტა გაბედოს, როდესაც გვეყოლება საკრებულო, ხო? არ ვიცი რამდენი პროცენტი მიიღებს ახლა არჩევნებში მონაწილეობას. ვთქვათ მიიღო იმის მეათედმა აი ამ არჩევნებში მონაწილეობა. ნეტა გაბედოს ვინმე ადმინისტრაციულმა ორგანომ გამგეობიდან დაწყებული და მინისტრთა კაბინეტით დამთავრებული ის რაც ეხება ვაკეს აი ამ ხალხის გარეშე იქნას გადაწყვეტილი რა. მე ვიცი და მე ეს არაერთხელ შემისრულებია. მე 2007 წელს რუსთავის პირველი დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილს სტრასბურგი მოუგე და ადეიშვილმა თავისი ლამაზი ხელით კომპენსაცია გადმომირიცხა პატიმრის ბარათზე. გასაგებია, ბატონო ჰამლეტ, საინტერესო არის თქვენი მთავარი გზავნილი. ან მე ვნახე თქვენი ღია წერილი, სადაც ამ უმრჩეველს მოუწოდებთ, რომ მხარი დაგიჭიროთ არა თქვენ, არამედ მხარი დაუჭიროს საქართველოს. რას გულისხმობ? პირველ რიგში ჩვენ უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ საქართველო არის უმდიდრესი ქვეყანა.
ეს არ არის ჩემი აზრი, ჯერ კიდევ სოროსის კვლევების თანახმად, საქართველოს ბუნებრივი რესურსების სახით $1.5 მეც ფლობს. თუ მოახდენთ მის კაპიტალიზაციას და გონებრივ გამოყენებას და სააქციო საზოგადოებებს შექმნის და ხელშეუწყოს მომავალი მთავრობა, ჩვენ შეგვიძლია სპასიანი ქაღალდები საერთაშორისო საფონდო ბირჟებში ჩართვის მექანიზმებიდან გამომდინარე შემოვიტანოთ საკმაოდ სერიოზული რესურსები. ეს ერთ საკითხი. მეორე არის უმნიშვნელოვანესი საკითხი არის, რომ როდესაც ერთი ნაწილი ასე მდიდრდება და ზემოგებაზე არის ორიენტირებული ფირმები და ძირითადად მათ არ აინტერესებთ ეროვნული და ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მეორე ნაწილი ასე ძალიან ღარიბდება, აუცილებელი არის, რომ სახელმწიფომ აიღოს თავისუფლება და დააბალანსოს ეს ურთიერთობა. როგორც დაუშვათ ამერიკის შეერთებულ შტატებშია მიღებული, როგორც ევროპაშია და მე ვფიქრობ აუცილებელი არის, რომ სახელმწიფო აიღოს პასუხისმგებლობა, თუნდაც დაუშვათ იგი ობლიგაციების სახით რაღაცნაირად გადაუვადოს ჩვენ განსაკუთრებით იმ მოქალაქეებს, ვის ფორს მაჟორში იმყოფება. იქიდან გამომდინარე, რომ უნდა, მაგრამ ვეღარ იხდის. და აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივცეთ ჩასუნთქვის საშუალება და უნდა დავაბრუნოთ ბიზნეს სივრცეში და აქედან გამომდინარე, ჩვენ ბანკებსაც ხელს შევუწყობთ, რომ მათ ესე იგი ნელა გადაიხადონ ახლა და რაც თავარია, ჩვენ ამ დასაქმებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ამ ადამიანებს რესურსი გამოუთავისუფლდება და პლუს მაგას ძალიან საინტერესო, როდესაც ბიზნესს ხსიღებს ადამიანი, ის უნდა იყოს დაზღვეული. ბანკი ამაზე უნდა ზრუნავდეს. ბანკი როგორც ექიმი თავის პაციენტზე უნდა ზრუნავდეს, მის ჯანმრთელობაზე უნდა ზრუნავდეს და ჩვენ რა ზღებულობთ? ზღებულობთ იმას სამწუხაროდ, რომ პრინციპში ყველანაირად ცდილობენ, რომ ადამიანი გაკოტრდეს, მაგრამ ეხლა ჩვენმა პარლამენტმა სხვა შორის ძალიან კარგი კანონი მიიღო, შეჩერებული არის დროებით ყოველ შემთხვევაში და იგივე იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით სასამართლოს გარეშე არასახლები ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ჩვენ 100,000-ობით ადამიანი ყავს, რომელიც ვეღარ იხდიან ამ სესხებს და თუ ჩვენ გვინდა რომ დავასაქმოთ, ამ ადამიანებს ვერავინ ვერ დაასაქმებს, იმიტომ რომ რო ვეკითხები ხოლმე ჩემს მეგობრებს, ახლობლებს, თუნდაც რესპონდენტებს, რომ თქვენ ვალი გაქვთ მეთქი და თუ ვინმე შემხვდა რომ ვალი არ აქვს, ხო? მეუბნები თქვენ მდიდარი ყოფილ ხართ მეთქი, იმიტომ რომ დღეს თუ ვალი არ აქვს, ძალიან მდიდარი ხარ. იმიტომ რომ ადამიანები მინუსებში არიან, თან ვერ იხდიან. ამიტომ მე ვფიქრობ, ერთ-ერთი საზრუნავი არის, რომ როგორმე არა იქიდან გამომდინარე, რომ ბანკებს ხელი შეუშალოთ, არამედ იქიდან გამომდინარე, რომ იმიტომ რომ ჩვენ საბანკო ქვეყანა უნდა გავხდეთ და გავხდეთ კიდევ. ამიერკავკასიის ცენტრი უნდა იყოს საბანკო საქართველოს და ამისკენ მიდის ყველაფერი, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს გაჭირებული ხარჯზე, იმიტომ რომ საერთოდ ბიზნესის ხერხემალი არის ყოველთვის სტაბილურობა საზოგადოების და აი ესეთი დაპირისპირება ამ ფენებს შორის რაც ახლა ხდება უნდობლობის სინდრომი და ყველაფერი გამომდინარე არის ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთვის განკუთვნილი დრო ბატონგია ფაქტობრივად ამოიწურა. თქვენ მე შემიძლია მოგცეთ ერთი წუთი, არჩევნებამდე რჩება სულ რაღაც 2 დღე, ფაქტობრივად 1 დღე, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს უკვე აქტიური ნაწილი დღეს გასულია, შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ამომრჩეველს ამ 1 წუთის განმავლობაში. უბრალოდ ერთ რამეს ვიტყოდი, რომ თუ დაუშვათ არ იქნება ერთობლივი ძალისხმევა, თუ არ იქნება დაუშვათ კონკრეტულად პარტიებს შესრულებადი პროგრამები, თუ დაუშვათ ეს პროგრამები არ იქნება გაწერილი, თუ მოსახლეობა არ გაიგებს და ვერ გაიგებს და ხარში არ მოუდგება ამ პროგრამებს და არ იქნება კომპეტენტური მთავრობა მომავალში, შედეგი არ დადგება. ამიტომ ჩვენთვის პირველი ამოცანა არის, რომ როგორმე წარმოადგინონ ამ პარტიებმა ისეთი პროგრამები, რომელსაც საზოგადოება მხარ დაუჭერს, აქედან გამომდინარე შედეგს და ნომერ პირველი ამოცანა არის ჩვენი მოსახლეობა გამოიყვანოს სიძულხშირიდან. ეს არის ნომერ პირველი პრობლემა და აქედან გამომდინარე მეორე პრობლემა არის უკვე დასაქმება, იმიტომ რომ თავისთავად ერთი მეორეს მოიტანს და თვითდასაქმებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პროექტები არის, რომელიც ადვილად განხორციელებადი არის და მე ვფიქრობ, რომ აი თაობათა ჰარმონიზაციის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ აი თაობათა შორის ხიდი ჩატეხა ყოფილ მთავრობა და ჩვენ დაგვადგინოთ აი თქვენ სტუდიაში მუშაობენ ახალგაზრდები და ხედავ რა კარგი განწყობა გაქვთ უფროსი თაობის მიმართ და ჩვენ ჟურნალისტიკაში ასე მუშაობ და პოლიტიკაც ასე უნდა იყოს. ახალგაზრდებიც უნდა იყოს და ამავე დროს უფროსი თაობას ერთმანეთსგან უნდა სწავლობდეს და იმედი არის, რომ ყველაფერს გავაკეთებ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება, რომ როგორმე მშვიდობიანად ჩავატაროთ ეს არჩევნები და მართლაც ლეგიტიმაცია მივცეთ იმ რეალურად არჩეულ პარლამენტს, რომელიც დაიმსახურებს ჩვენი მოსახლეობის ნდობას. გასაგებია, ბატონო, 1 წუთი გაქვთ, შეგიძლიათ მიმართოთ ამორჩეველს. ოპერატორი სად არის? აი შეგიძლია? აიღო. აი აქეთ, მეშვიდე კამერაზე. ესე იგი, ჩემო ძვირფასო, წყნეთელებო, ვაკელებო, სატიველებო და ფიქრის გორელებო. ჩემი საქმე არ არის პარტიას ვის მიცემთ ხმას. ამიტომ აი ესე კითხავს ტოვებ რა. მე გთხოვთ და მოგიწოდებთ. მაჟორიტარებში აი ეს 44 შემოხაზოთ რა. რამე კითხვა თუ გაქვთ. შემოდით გია ფაცურიას Facebook გვერდზე
ან მეორე Facebook გვერდზე გია ფაცურია ვაკის დამოუკიდებელი მაჟორიტარი. მე ვიცი რა გავაკეთო, მე დიდი გამოცდილება მაქვს სამართლებრივ სფეროში, მე ვიქნები კანონმდებელი და მივიღებ ისეთ კანონებს, მონაწილეობას მივიღებ ასევე ისეთი კანონების შემუშავებაში, რომელიც დაანგრევს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მონოპოლიებს, გახსნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბაზარს. ეს არის მთავარი. დაანჩენი თუ რამეა შემეკითხეთ Facebook-ზე ღია ვარ. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო, უღრმესი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო 20-30 შეკითხვების მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატები ვაკის მეორე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გია ფაცურია და ჰამლეტ გეგია პასუხობდნენ რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ. როგორია ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ჩადენილი გახმაურებული მკვლელობების მსხვერპლთა ოჯახის წევრების შეფასება. შეძლო თუ არა ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენა. რას ელოდნენ მოკლული ახალგაზრდების ოჯახები ქართული ოცნებისგან. რა ეტაპზეა საქმეებზე მიმდინარე გამოძიება და რას ელიან მომავალი ხელისუფლებისგან. იამეტრეველი, გულიკო გამცემლიძე, გოგი ენუქიძე და მანანა ვაზაგაშვილის სტუმრად 2030-ში. 20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება როგორია ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ჩადენილი გახმაურებული მკვლელობების მსხვერპლთა ოჯახის წევრების შეფასება. შეძლო თუ არა ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენა 20-30 შეკითხვებს იამეტრეველი, გულიკო გამცემლიძე, გოგი ენუქიძე და მანანა ვაზაგაშვილი უპასუხებენ. მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო გოგი, თქვენ გამოთქვით სურვილი რომ მედიის საშუალებით მოგცემოდათ იმის საშუალება რომ მიგემართათ მოქალაქეებისთვის და გამოგეხატათ საკუთარი პოზიცია. თქვენ ახლა გაქვთ ამის საშუალება. დიდი მადლობა მოწვევისთვის. უპირველეს ყოვლისა, მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ ეთერი. მთავარი ალბათ ის არის, რომ შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი უბედურების შესახებ, ჩვენი ტრაგედიის შესახებ, რომ მათ კარგად გაითვალისწინონ აი ამ არჩევნების დროს ის ამბავი თუ რა ხდებოდა და რითი მოვიდა ის წინა ხელისუფლება და რითი მოდიან ახლა იმისათვის რომ აი ამ კენჭისყრის დროს აი ამ არჩევნებში აუცილებელია ჩვენმა ხალხმა გაიხსენოს აი ეს პერიოდი ახლა მე მაქვს აქ სულხან მოლაშვილის ოჯახის მიერ გადმოცემული ეს მახსოვს აუცილებელია რომ ჩვენ საზოგადოებას ახსოვდეს ეს ყველაფერი და გაითვალისწინოს აი ეს ყველა უბედურება რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ მოუტანა საქართველოს ძალიან ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება დაწყებული იქიდან რომ ესე იგი უპირველეს ყოვლისა აწამეს და წამებით მოკლეს ძალიან ბევრი ჩვენი ახალგაზრდა და მათი ოჯახები ჩვენ ახლა აქა ვართ და გარდა ამისა მათ მთლიანად საქართველოში მთელი ახალგაზრდობა რომლებიც საერთოდ ესე გაანადგურეს ციხეებში ჩასვეს და ნუ პატიმრების მდგომარეობა ხო განსაკუთრებით შეუძლებელი იყო. ასევე უნდა გავიხსენოთ ის თუ როგორი ომი წარმართეს მათ და რამდენი გარდაცვლილი იყო მაშინ რამდენი ვაჟკაცი დაუკარგეთ, რამდენი დევნილი იყო. ეს ყველაფერი მე მგონი ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა გაითვალისწინოს იმის წინ რაც ხმას მიცემენ ისინი 8 ოქტომბერს. თქვენ ფაქტობრივად საზოგადოებას ამომრჩეველს არჩევნებამდე 2 დღით ადრე მოუწოდებთ რომ ხმა არ მისცეს ნაციონალურ მოძრაობას. მაგალითად აქვე ვიტყვი ბუნებრივია რომ ნაციონალურ მოძრაობას თუნდაც ჩვენ საკმაოდ 20-30 საკმაოდ ხშირად ვუკავშირდებით და ვთხოვთ ეს ფორმაც არის ასეთი, ვალდებულებიც ვართ რომ დავუკავშირდეთ და ვთხოვოთ მათ პირდაპირ ეთერში მოსვლა ან ჩართვა, ისინი ბოიკოტს გვიცხადებენ. თუმცა სანდრა რულოვსმა განაცხადა ასეთი რამ, რამდენიმე თვის წინ, თუ კვირის წინ, რომ მან ჩახედა მიხეილ სააკაშვილის თვალებში და იქ მიიღო პასუხი, რომ აღარ იქნება ძალადობა და ამის შემდეგ უკვე ის ამომრჩეველს პირდება, რომ აღარ იქნება ძალადობა. არ არის ეს თქვენთვის არგუმენტი, არ არის სანდო. იცით რაშია საქმე? მე საერთოდ ვფიქრობ, რომ ეგ ორი ადამიანი, სანდრა რულოვსი და მიშა სააკაშვილი არიან ბნელი ძალების მოვლენილი საქართველოში და აი ეს მათი დრო უკვე დამთავრდა და ალბათ უკვე აღარ ძღირს მათზე ლაპარაკი იმდენად რამდენადაც მე ვფიქრობ, რომ საერთოდ მათი თვალებში ჩახედვაც არ არის საჭირო
იმიტომ რომ იმდენი უბედურება დაატრიალეს, მათ და არანაირი სინანულის გრძნობა არ ქონიათ. აი ქალბატონი ია, როცა მივიდა და შეხვდა ამ ქალბატონს, ამ ქალბატონმა თქვა, რომ საერთოდ არაფერ შუაში არ არის, თითქოს და ის რა შუაშია. თითქოს იგი საერთოდ არ ყოფილა აქ და მისი მეუღლე არ არის მიშა სააკაშვილი, არ იყრის ახლა კენს როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. ეს უბრალოდ სანდრა რულოვსმა მიხეილ სააკაშვილის ქმედებებზე პასუხისმგებლობა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს? აუცილებლად უნდა აიღოს, აბა ვინ უნდა აიღოს თუ არა და მეუღლემ. მით უმეტეს ჩართული იყო ყველა პოლიტიკური პროცესი. ბატონო გოგი, შევახსენებთ საზოგადოებას ჩვენი უბედურების შესახებ. ფიქრობთ, რომ საზოგადოებას ამის შეხსენება ჭირდება? მე ვფიქრობ, ჭირდება იმდენად რამდენადაც მე აი ქალბატონი ია რო ბრძანდებოდა იქ აი მაშინ საშინლად ავშფოთდი აი ეს ხალხი რო დავინახე რომელიც ფაქტურად გაეკაჩნენ იას მე ესეთი ადამიანები არ ვიცი თუ არსებობდნენ საერთოდ მათ ალბათ ჭირდებათ რომ ჩაუტარონ საკმაოდ კარგი გაკვეთილები იმისათვის რომ გონს მოეგონ და არ აყვნენ აი ისეთ ძალებს როგორც ნაციონალურ მოძრაობას აქვს. ქალბატონია, რამდენიმე დღეს წინ თქვენი ბრძანდებოდით სენაკში სანდრა რულოვსის მხარდამჭერ აქციაზე და ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატს დაუსვით შეკითხვები. საინტერესოა რა იყო თქვენი მიზანი მაშინ? რას ელოდებოდით, რომ რას მიიღებდით? ნამდვილად მოლოდინი იმისა, რომ მათგან სინანულს დავინახავდი, ან რაიმეზე პასუხი ექნებოდათ, ნამდვილად არ მქონდა. ამ ქალბატონს მთელი 13 წლის მანძილზე არ გამოუხატავს არც ჩემდამი და არც ჩემნაირად გაუბედურებული საუბედუროთ უამრავი დედაა საქართველოში. არც მათდამი არ გამოუხატავს და საერთოდ სინანული ამ ხალხს საერთოდ არ გააჩნია, არანაირი მონანიების გრძნობა არ აქვთ, პირიქით ისინი აღჭურვილი ანუ არიან იმ მიზნით უნდათ დაბრუნება ხელისუფლებაში, რომ როგორც გვპირდებოდათ არგამაძეს სულს ამოგხდითო, ალბათ ვისაც ჯერ კიდევ ვერ ამოხადეს ბოლომდე საქართველოს სული, ალბათ აი ეს არის მათი მთავარი მიზანი, რომ რევანშის სურვილით არიან შეპყრობილი და ამიტომ მე ნამდვილად არ ველოდებოდი მათგან მე სანდრა რულოვსი მიმაჩნია ისეთივე დამნაშავედ როგორც არის მისი ბატონი მეუღლე სააკაშვილი ეს ქალბატონი იყო პოლიტიკური ფიგურა და ის არ იყო უბრალოდ მეუღლე მას აქვს სერიოზული ბრალდებები წაყენებული ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ეს თუნდაც უკრაინის ტელევიზიით და თუნდაც საქართველოდანაც არსებობენ ადამიანები რომლებიც კონკრეტული მტკიცებულებები აქვთ და ადებენ ხელს მის არაერთ ძალიან სათქმელათაც კი რთულია ისეთ ფაქტებზე არის საუბარი ეხლა ხანს მის ჩვენება ახალკაცია ეს ბიჭი რომელიც არის გოგა ხაინდრავას პირველ სერიაში ეპიზოდში ეს ამ ბავშვის შესახებ არის ამ ახალგაზრდა ბიჭის შესახებ ეს სერია და სწორედ ამ ადამიანმა ჩვენება მისცა პროკურატურაში მე ჩემი თვალით ვუყურე ტელევიზიით და ასევე არსებობენ სხვა მოწმეებიც როგორ იყო ის ჩართული ტუბერკულოზის პროგრამაში როგორ შექონდათ და როგორ აავადებდნენ ხელოვნურად ჯამრთელ პატიმრებს და შემდეგ როგორ თავდნენ ამ პროგრამაში და ვითომ კურნალობდნენ ისეთი მედიკამენტებით რომელიც საერთოდ ამოღებულია მსოფლიოში და აღარ იხმარება და აი ამ ყველაფერში იყო ქალბატონი სანდრა ჩართული ასევე არსებობენ სამართალდამცველების მხრიდან ამ ეტაპზე განცხადება ამ საკითხთან არ ყოფილა და მე ველოდები რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს ყურადღებული და აუცილებლად უნდა მე არაერთხელ მithქვამს რომ ამ ქალბატონის საქმიანობა არის შესასწავლი და აუცილებლად უნდა იყოს მართლაც შესწავლილი. რაც შეეხება მის რაღაცა ძალიან მართლაც ეს იყო სასაცილო პასუხი, რადგან მას ნამდვილად არ ქონდა პასუხი ჩემს შეკითხვებზე და შემდეგ კომენტარი გააკეთა ისეთი აბსურდული, რომ ძალიან სასაცილო იყო. ქალი იძახის რომის არ არის გასროლი ამას. დიახ, პასუხისგებლობა ეკუთვნისო, მისჩასო და მე ნუ მთხოვთო, როდესაც წინა დღეს ქალი იძახის, რომ მოვლენილია, იმიტომ რომ მათი პარტია შევიდეს ისევ ხელისუფლებაში და თვითონ მოვიდეს ისევ ხელისუფლებაში და ასევე იძახის რომ გვირაბის გათხრა რო დაჭირდეს მაინც ჩამოვაო და ასეთი ქალბატონი იძახის რომ მე პასუხისგებლობა არანაირად არ მეკისრებაო. ნუ ეს რა თქმა უნდა ძალიან სასაცილო იყო. რაც შეეხება იმას მე რა მინდოდა იქ სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი რომ ძალიან გავღიზიანდი როდესაც მართლაც ეს რაღაცა
აი ცხვრის ტყავში რო გვევლინებოდა ეს მომღიმარი სახით და ხან მეგრულად უმღეროდა იქ და ამითი უნდოდა ხალხის მხარდაჭერა და მართლაც ეს ხალხი ვინც იქ იყო მე გულწრფელად შემეცოდნენ ეს ადამიანები იმიტომ რომ ისინი არიან ჩემი ქვეყნის მოქალაქეები და არიან აი ამ მდგომარეობამდე მიყვანილი არქიფოსეთური გამახსენდა მაშინვე აი რა დღეშიც არქიფოსეთურს ყავს ის ხალხი იმ ფილმში ზუსტად აი ესეთ მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები და ეს ხალხი მოიყვანეს სამარშრუტო ტაქსებით ჩამოიყვანეს სოფლებიდან და ყავდათ აი ამ ნუ აი მართლაც აბსოლუტურად რო ვეღარ ვითარდებიან ადამიანები იმ მდგომარეობაში ყავდათ და ისეთი ის იყო რომ შევხედე რომ აი ნამდვილად აღარაფერი რო აღარ ეშველებათ ისეთ მდგომარეობაში ყავთ ეს ხალხი და მით უმეტეს ეს ყველაფერი არის რუსთავი ორის გავლენით რომ ამ მდგომარეობაშია ხალხი მე იმიტომ ვერ მიცნეს თავიდან რომ ისინი მხოლოდ რუსთავი ორს უყურებენ სადაც რა თქმა უნდა ჩემზე და ჩვენაერად გაუბედურებულ ხალხზე არ საუბრობენ არასდროს და ამიტომ ეთყობა ეს იყო სწორედ მიზეზი რომ მე მოვახერხე და პირდაპირ ავედი სცენაზე და შევხვდი ქალბატონ სანდრას თორემ ნამდვილად იქ მე არ ამიშვებდნენ და შეიძლება მართლაც ჩავეკოლე იქვე მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ რომ მე ეს მოვახერხე და მას აი სიმშვიდე დაურღვიე როგორი სახითაც ის მთელი ეს პერიოდი საარჩევნო დადიოდა მთელი სამეგრელო სოფლებში და მოძღვრავდა ხალხს და რაღაცა მართლაც სისულელეებს საუბრობდა და ეს იყო ჩემი მიზანი და ამიტომაც ჩავედით მე და ქალბატონი გულიკო და სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა ქალბატონ გულიკოს ვკითხოთ თქვენ იმყოფებოდით სენაკში ქალბატონ იასთან ერთად თუმცა ქონდათ შეკითხვები სანდრა რულოვსთან თუმცა რაც ვნახეთ იქიდან გამომდინარე ფაქტია რომ არ მოგეცათ ამის საშუალება შეკითხვების დასმის საშუალება და მიიღეთ იქ შეკრებილი მოსახლეობისგან აგრესია რა გსურდათ გეკითხათ სანდრა რულოვსის არა შეკითხვები დაუსვით უბრალოდ პასუხი ვერ გაქვთ პასუხი თორე შეკითხვები მოვახერხეთ ჩვენ კი ბატონო კი პასუხებთ ზუსტად დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში ზუსტად 2 დღით ადრე იყო გადაცემა ნანუკას შოუ და იქ იყო სანდრა რულოვზე გადაცემა და ძალიან ისე გამოყვანილი ყავდათ როგორც კეთილშობილი სანდომიანი ძალიან ისეთ კითხვებს უსვავდა ნანუკა რომელიც თვითონ ნაციონალურ მოძრაობას აწყობდა და თვითონ ამ ტელევიზიას როგორც ჩანს და იქ არც ერთი შეკითხვა არ დასმულა ჩვენი გასართობის შოუა. დიახ, გასართობი ყოფილიყო სამაგეროდ ის კითხეს რომ როგორი კარგი შვილია სანდრა რულოვსი, როგორ განიცდის თავისი მოხუცი დედის დაავადებას და ნიანგის წრემლებით იტირა. მე მაგ წრემლებს რა თქმა უნდა არ მჯეროდა, იმიტომ რომ გადაცემის ბოლომდე ჩემზე არ ვამბობ, იმიტომ რომ ჩემი შვილის მკვლელობა უკვე სადღაც ბოლოსკენ იყო, მანამდე ისეთი გახმაურებული საქმეები იყო, რომელიმეს მაინც უპასუხებდა, აი გააკვირით, ირიბად მაინც, თუ პირდაპირ არ აღნიშნავდა, რომ მონანიების გზნობა რაღაცნაირად როგორც დედას დაეუფლა, მაგრამ მსგავსი არაფერი არ უთქვია. ამიტომ გადავწყვიტეთ მე და იამ ზუსტად მოვილაპარაკეთ დღეს დავრეკე, როცა ასეთ კადრებს ხედავ, იცით, აი გული ღამე არ გძინავს. აი იცით, უსამართლობა ყველაზე დიდი ძნელად ეს არის გადასატანი, აი ძალიან ძნელია, როცა ჩაგრავენ. ეხლა მადლობა ღმერთს არა ვართ ასეთ დღეში, მაგრამ ზუსტად მაგის მოლოდინში დამთავრდა გადაცემა, ისე რომ ერთ სიტყვა არ უხსენებია. არც გირგულიანი უხსენებია, არც ბუტარო ბაქიძე, არც ვაზაგაშვილი, არავინ არანაირი შემთხვევა. ბატონო, ელოდებოდით რომ ახსენებდა? ველოდებოდით, ვინაიდან საარჩევნო კამპანია იყო, რაღაცნაირად მონანიებას რაღაც დოზით ველოდებოდი, რა თქმა უნდა. შემდეგ მე ის გადაცემაც მახსოვს, როცა სააკაშვილმა, როცა ძალიან გაუჭირდა იმ პერიოდში, პოლიტიკურად ცოტა შერყეული ქონდა უკვე პოზიცია, მაშინ თქვა, რომ ძალიან ნანობდა, რომ არ მივიდა ირინა ქალბატონ ირინა ენუკიძესთან და არ გამოხატა თანაგზნობა. ზუსტად ეს კითხვა დაუსვი, მე იქ მოვახერხე, რა თქმა უნდა დაბლოკილები ვიყავით, იქ ძალიან ცდილობდა დაცვა, რომ არ მივეშვით. მაგრამ მე მაინც მოვახერხე და ვკითხე, რომ თუ კი თქვენმა ქმარმა მოინანია, უნდოდა მონანიება, უფრო სწორედ ეს არ იყო გულწრფელი მონანიება და ვერ მივიდა ქალბატონ ირინასთან
პატიების სათხოვნელად აქ არის ერთადერთი შვილი ია მეტრეველის შვილი 19 წლის ბიჭი ანალოგიური შემთხვევა თითქმის ისიც ერთადერთი იყო რატომ არ მივიდა და რატომ არ მოინანია მაგრამ ეს ყველაფერი პიარისთვის ჭირდებათ არასდროს ნაციონალური მოძრაობა არ ყოფილა წრფელი ისევე როგორც სააკაშვილი და ისევე როგორც დღეს არ არის სანდრა რულოსი ზუსტადაც გახვეული მგლის ქურგში ცხვარი მოგვევლინა ახლა ეს არის კრიმინალური დაჯგუფება ნაციონალური მოძრაობა არანაირად არავინ არ უნდა მისცეს მას არ უნდა დაუშვას ქართულმა ხალხმა ძლივს ამოისუნთქა მე პირადად მე ქართულმა ხალხმა ქართული ხალხის სახელით ვლაპარაკობ ახლა 14 წელი შვილი აქ არ ცხოვრობდა ჩემი ერთი ხომ მომიკლეს მეორე ვერ ჩამოდიოდა იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა მეფობდა ძვინვარებდა ყველანაირ დამცირება აგვიტანია ყველანაირი მკვლელობა და თუ კი რამე შეიძლებოდა ცუდი მომეფიქრებინა და მოსვლოდა ადამიანისთვის მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას შეეძლო ეხლა ჩამოვიდა ჩემი შვილი და ჩემთან ერთად არიან ჩემი შვილიშვილები ეს ჩემთვის ისეთი მონაპოვარია კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართულ ოცნებას და ძალიან ვთხოვ ქართველებს რომ არ დაუშვან ნაციონალური მოძრაობის თუნდაც 5%-ით მოbrunება რაღაცა რაოდენობრივად 5-იც არ უნდა იყვნენ ისინი პარლამენტში ძალიან ვთხოვ ქართულ ხალხს თუ უნდათ რომ ჩვენაირი გაუბედურებული მშობლები არ იყვნენ და სამუდამოდ შავი არ ეცვათ არ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა დღევანდელ დღეს ეს არის სამშობლოს ღალატი გასაგებია ქალბატონო მანანა ქალბატონი გულიკო აცხადებს რომ არ შეიძლება მხარი დაუჭირო ნაციონალურ მოძრაობას ქალბატონი ია აცხადებს ქალბატონი გულიკოც აცხადებს რომ სანდრა რულოვსმა ისინი სენაკში იმყოფებოდნენ თქვენც ხართ ამის შესახებ ინფორმირებული შეეცადნენ რომ დაესვათ შეკითხვები სანდრა რულოვსისთვის და ისინი მიიჩნევენ ბატონი გოგიც რამდენადაც ჩემთვის მივხვდი საუბრიდან გამომდინარე მიიჩნევენ რომ სანდრა რულოვსმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნაციონალური მოძრაობის პირობებში და მმართველობის პერიოდში ჩადენილ ქმედებებზე დანაშაულებზეც მათ შორის ბუნებრივია პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თქვენ როგორ ფიქრობთ უნდა აიღოს ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე რაც მოხდა. ხალხი გონიერია და არ ამგონია რომ შემოხაზო 5 ნომერი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ კიდევ არის ეს შიში ხალხში. ახლა რამოდენიმე დღის წინ აი ჩვენთან სოფელში ჯერ როგორ მოვიდნენ ჩვენ სოფელში როცა ამ ხელამ სხვერპლი გაიღეს ძმა მომიკლეს და ძმისშვილი პატარა სოფელია ჩვენი სოფელი და დადიოდა სოფლის გამგებელი და ეხვეწებოდა ხალხს კარდაკარო გამოდით და შეხვდით ნაციონალურ მოძრაობას. ახლა მანდ კი მივიდა ბევრი ხალხი, მაგრამ მე სოფლის გამგებელი ყოფილი მოყვა ამ ნაციონალებს. კი ახლა ხვეწნით გამოიყვანა ხალხი, მაგრამ არ მგონია იქ ვინც მივიდა შეხვედრაზე, მაგათმა შემოხაზო 5 ნომერი. მაგრამ თქვენს რომ რა ვქნათ ისევე შინიათ, ისევე შიშია, ეშინიათ ნაციონალების და ამ დრომდე ნაციონალური მოძრაობის ეშინია მოსახლეობას ამას ამბობ. გონიათ რომ მოვლენ, მაგრამ ხალხი გონიერია და ამას არ დაუშვებს რომ ნაციონალური მოძრაობა მოვიდეს ისო ხელისუფლებაში. გასაგებია. ქალბატონოია, არც უნდა ღებულობდნენ მე თუ მკითხავ არჩევნებში მონაწილეობას. ქალბატონო მანანა, რადგან საუბრობთ, აქვე თქვენ გკითხავთ, იური ვაზაგაშვილი საქმესთან დაკავშირებით, საქმესთან მიმართებაში, რა მდგომარეობა, როგორი არის ბოლო ინფორმაცია, რის თქმის საშუალებაც და რის თქმის სურვილიც გაქვთ? იურის პროცესი განხილული იქნა პირველ ინსტანციაში, სააპელაციოში და ეხლა უზენაეს სასამართლოშია. მაგრამ მე მინდა პირდაპირ ეთერით ვთქვა და პროკურატურას ვთხოვნით მივმართო, რომ მე ვერ ჩავთვლი იურის საქმის გახსნილად, იმიტომ რომ დამკვეთები არ იქნა გამოვლენილი. და აი დღესაც ველოდები, დღე-დღეზე მე მეგონა, რომ წინა საარჩევნოდ პროკურატურა ამ სულას გააკეთებდა და დამკვეთებს გამოავლენდნენ. დაჭერილია მარტო სოსანაშვილი, ეს არის კილერი, შემსრულებელი და აი ან თქვენი საუბრიდან გამომდინარე თქვენთვის სამართლიანობის არ აღდგა. ნაწილობრივ არა. კორტების საქმეს მოგახსენებთ. კორტების საქმე სააპელაციო სასამართლოშია. პირველი პროცესი იყო იანვარში და იანვრიდან მოყოლებული დღემდე არც ერთი პროცესი არ ჩატარებულა.
დღემდე არც ერთი პროცესი არ ჩატარებულა. ვნახოთ როგორ განვითარდება თქვენ შემთხვევაში ამ საქმეებთან მიმართებაში. ვითარება ქალბატონია, თქვენ შემთხვევაში რა ხდება? აღდგა თუ არა სამართლიანობა? სამწუხაროდ 4 ოჯახი ვართ ახლა აქ წარმოდგენილი, ეს მხოლოდ ზღვაში წვეთი იმ უბედურებებიდან, რაც სააკაშვილის რეჟიმმა მოიტანა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა სრულად არც ერთი ოჯახისთვის არ აღუდგარა ჯერ სამართლიანობა, რაც ძალიან სამწუხაროა, რაც შეეხება ჩემს საქმეს, ჩვენი პროცესებიც ასევე ძალიან გაიწელა, ეს მიზანმიმართულად, მე არაერთ ეთერში ვთქვი არაერთხელ რომ ჩვენი მოსამართლე მგელიაშვილი ნამდვილად არის მიკერძოებული, მე შემიძლია ეს უკვე თამამად ვთქვა, იმიტომ რომ თვითონ სასამართლო პროცესები არის ძალიან კონკრეტულად რომ მითხრათ რა იცით თვითონ დამნაშავეები არიან იქ ისეთ ამბავში თავიანთი ადვოკატებით რომ საცირკო არენად არის გადაქცეული იმას მე ვერ უწოდებ სასამართლოს მოსამართლე აძლევს ყველაფრის უფლებას ამ კრიმინალებს და ფირცხალავას მიყავს მთელი სასამართლო პროცესები და ყველაზე მთავარი რაც არის სულ მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ასევე თვითონაც ორ-ორი თვით, სამ-სამი თვით დევს პროცესებს და მე ვამბობდი რომ ეს მიზანმიმართულად კეთდება იმისთვის რომ არჩევნებამდე გაეწელათ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ერთმანეთს ეუბნებიან და ჩვენ პირდაპირ ესე გვეუბნებოდნენ ეს კრიმინალები რომ დასრულდება ოქტომბერში თქვენი ხელისუფლება და ჩვენ დავბრუნდებით და პროკურორებს ეუბნებოდნენ პირდაპირ სასამართლოზე რომ მალე თქვენ იჯდებით ჩვენს ადგილას და პირდაპირ შეურაცხყოფებს აყენებენ პროკურორებს პროცესების პერიოდში. ისე რომ მათ ასე გაწელეს ეს ყველაფერი და არჩევნების შემდეგ არის ახლა ჩანიშნული 20 ოქტომბერს ჩვენი პროცესი, თუმცა ამითი არ სრულდება, უამრავი მოწმეა დასაკითხი და კიდევ ბევრი პროცესები იქნება ჩასატარებელი, რომ ეს მოწმეები იქნას დაკითხული, თუმცა ორ-ორი თვით და სამ-სამი თვით რო გადადებ, არ ვიცი როდის დასრულდება ეს ყველაფერი და ძალიან გაუსაძლისია უკვე იცით. პირისპირ ვართ დარჩენილი აი ამ კრიმინალების წინაშე და აქეთ არიან შეურაცხყოფებზე თქვენ არაერთხელ იხილეთ ქალბატონი მანანა და იური ვაზაგაშვილის მეუღლეს რა დღეში აგდებდნენ და როგორ შეურაცხყოფები და ასევე ჩემთანაც იგივე ხდებოდა. მართლაც ძალიან ძნელია ემოციურად ამ ყველაფრის გაძლება და ბოლოს ისიც კი გააკეთა მოსამართლემ რომ იმის გამო რომ ემოციები უკვე მართლაც ძალიან გაუსაძლისი იყო ჩემთვის და მე დავტოვე დარბაზი და გამოვედი ამის შემდეგ დახურულად გამოაცხადა მოსამართლემ და უკვე მესამე პროცესი დახურულად მიმდინარეობს და მე მიმართა კიდევაც ქალბატონ გვენეტაძეს რომ ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოეყენებინა და გაეხსნათ სასამართლო რადგან მართლაც საზოგადოების დიდი ინტერესია ამ სასამართლოების მიმართ და ფაქტიურად სიჩუმეში მიმდინარეობს უკვე მარტო თვითონ არიან კრიმინალები, მათი ადვოკატები და მოსამართლე და ესე წყნარად რასაც უნდა იმას აკეთებენ შიგნით და მე ძალიან მინდა რომ იყოს გახსნან ეს პროცესები და ვნახოთ ოქტომბერში. ოქტომბერიც მალე მოვა. ქალბატონო გულიკო, თქვენ შემთხვევაში როგორ არის? რამდენად აღდგა, რამდენად თვლით რომ აღდგა თქვენთან მიმართებაში სამართლიანობა? ჩემი საქმე სტრასბურგში იყო გადაგზავნილი და სტრასბურგმა რა თქმა უნდა განაჩენი გამოიტანა უფრო სწორედ დაავალა სახელმწიფოს რომ საქართველოს რომ ხელახლა ძიებაში გაეშვათ საქმე. რო გითხრათ რომ ჩემთან დაწყებულია ჯერ არაფერი არ არის, უბრალოდ გამომძიებელი კონტაქტობს ჩვენთან გამოდის. კონტაქტზე შეიძლება სამ თვეში ერთხელ ხვდებით ერთმანეთს, მაგრამ რა თქმა უნდა გაჭიანურდა როგორც ყველა ცოტა უკმაყოფილებას ჩვენს გამოვთქვათ ჩემი ოჯახი პირადად ამ საქმის მიმართ, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა დავამატო ნაციონალების დროს ჩემი შვილის მკვლელობა ერთ თვეში გამოიძიეს და 20 დღეში. ასე რომ დაჩქარებული და ასეთი განაჩენით რა თქმა უნდა ჩემთვის დროს აღარ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მე არაფერი მეშველება ჩემ შვილს ვერავინ დამიბრუნებს და ამიტომ თავარია დადგეს განაჩენი, ზუსტადაც დამკვეთები მინდა რომ დაისაჯონ შემსრულებელზე გასაგებია ბატონი მუდმივ ტერორში ვართ პროცესებზე. მუდმივ ტერორში. ისე მოყავთ თავისუფალი ზონის წევრები ამ ბრალდებულის მხარეს და თავს გვესხმიან მუდმივად, შეურაცხყოფას გვაყენებენ.
დარბაზში არის ხმაური, ლანძღავს ერთ-ერთი ბრალდებულის და მეუღლე. ფსიქოლოგიური ზეწოლა. კი, მოსამართლეზეც და პროკურორებზე. პროკურორებს პირდაპირ ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ. გასაგებია, ბატონო გოგი, რამდენად აღდგა თქვენთან მიმართებაში სამართლიანობა? სამართლიანობა მე ვიტყვი, რომ ჩვენს მიმართებაში აღდგა, მაგრამ ფაქტიურად გამოძიებული იქნა ყველაფერი აბსოლუტურად. რისი გამოძიებაც კი შეიძლებოდა, ერთი ეს არის, რომ მთავარი შემსრულებელი ამ ყველაფრის და ორგანიზატორი დათა ახალაია იმალება საბერძნეთში და მისი ჩამოყვანა ვერაფრით ვერ მოახერხეს. ვფიქრობ, რომ ახლა მტკიცებულებები უკვე ძალიან ბევრი აქვთ დათა ახალაიას შესახებ, აი თუნდაც იმ 26 მაისის კადრები რო გავიხსენოთ. და ახლა ალბათ ამ მტკიცებულებებით უფრო შეძლებენ გაამყარონ თავიანთი პოზიციები პროკურატურამ და როგორმე წითელ ცირკულარში მოაქციონ ეს საქმე იმისათვის რომ დათა ახალაია ჩამოვიდეს და პასუხი აგოს, არა მარტო პასუხი აგოს, ასევე აღიაროს კიდევ მასთან ერთად ეს დანაშაული ვინ ჩაიდინა, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს მე როგორც ხედავ, ის მტკიცებულებები აკლიათ, რომ აი ეს სხვა სუფრის წევრები, რომლებიც მაშინ მონაწილეები იყვნენ, ისინი იმათ ვერ იჭერენ. ნუ არის რაღაც გარკვეული დოზა იმისი, რომ აქვთ მტკიცებულებები, მაგრამ ეთყობა არ არის საკმარისი, იმდენად რამდენადაც ჯერ ისინი დასჯილები ფაქტიურად არ არიან, აი ეს სუფრის წევრები ვინც იყვნენ. ერთადერთი მელნიკოვი იყო და ისიც ნუ ჩემდა სამწუხაროდ უკვე გამოვიდა ციხიდან. და ამასთან კიდე გარდა ამისა კიდე მე მინდოდა საზოგადოებისთვის მეთქვა ის რომ აი მადლობა მითხრა მინდა უთხრა უპირველეს ყოვლისა მერიას რომ მათ ესე იგი მემორიალური დაფა გაუკეთეს ირინა ენუქიძეს რომელიც ესე იგი მის სახლში უნდა დაკიდონ დაახლოებით ალბათ სამშაბათს 4 შაბათისთვის არის ეს დაგეგმილი ეხლა ნამდვილად არ არის ეს გაკეთებული პიარი და საარჩევნოდ არ არის ეს ყველაფერი გაკეთებული. უბრალოდ ეს არის პატივისცემა და ამასთანავე მინდა აღვნიშნო აი ეს წესიერი და კარგი მუშაობა, რომლითაც ამ ხელისუფლებამ, ახალმა ხელისუფლებამ იმუშავა და ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთეს და მინდა რომ ხალხმა დააფასოს ეს მათი გაკეთებული საქმე, ხოლო რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს ასე ვთქვათ, მე გულისხმობ ბურჯულაძის პარტიასაც, ვფიქრობ, რომ უნდა დაფიქრდნენ და არანაირ შემთხვევაში მათ ხმა არ უნდა მისცენ. ისინი არ მიიჩნევენ თავს სატელიტ პარტიად, ესეც უნდა ითქვას. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გოგი, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონებო, რომ მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში და დაგვითმეთ დრო. ჩვენ აუცილებლად არაერთხელ შევხვდებით, რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგაც და ვისურვებ, რომ საქმეებზე პასუხი ძალიან უახლოეს მომავალში დამდგარ იყოს. გმადლობთ 20-30 შეკითხვებს იამეტრეველი, გულიკო გამცემლიძე, გოგი ენუქიძე და მანანა ვაზაგაშვილი პასუხობდნენ რეკლამის შემდეგ თქვენ ახავთ. როგორ შეიძლება შეფასდეს არჩევნებამდე 2 დღით ადრე ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერთა მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. რის გაკეთება შეძლო და რის ვერ შეძლო მმართველმა გუნდმა. რას პირდება ამ უმრჩეველს ქართული ოცნება და უკვე მეორედ, რატომ უნდა ანდოს ამ უმრჩეველმა ქვეყნის მართვა მოქმედ ხელისუფლებას. თამარ ჩუგოშვილი 2030-ში. 20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება, როგორ შეიძლება შეფასდეს არჩევნებამდე 2 დღით ადრე ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერთა მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. რას პირდება ამ მომრჩეველს ქართული ოცნება და უკვე მეორედ, რატომ უნდა ანდოს ამ მომრჩეველმა ქვეყნის მართვა მოქმედ ხელისუფლებას. 20-30 შეკითხვებს თამარ ჩუგოშვილი უპასუხებს. ქალბატონო თამარ, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ საკმაოდ აქტიურ პერიოდში მოახერხეთ და დაგვითმეთ დრო. ქალბატონო თამარ, რამდენიმე წუთის წინ ჩვენთან სტუდიაში ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში და პირობებში ჩადენილი საკმაოდ გახმაურებული მკვლელობების მსხვერპლთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებიც აქტიურად საუბრობენ პირდაპირ უნდა გითხრათ გაჭიანურებულ სამართლიანობის აღდგენის პროცესზე.
თუნდაც იგივე იური ვაზაგაშვილის დაციმყოფებოდა, რომელიც იური ვაზაგაშვილიც საკუთარი გარდაცვლილი შვილის საფლავზე აფეთქეს. ისინი აცხადებენ, რომ ამ დრომდე მათთან მიმართებაში სამართლიანობა ან ნაწილობრივ აღდგა, ან არ აღდგენილა. საუბრობენ იმაზე, რომ ამ მკვლელობების დამკვეთები არ არიან ამ დრომდე დასჯილები. საინტერესოა, რას გეგმავთ ამ მიმართულებით? მოქმედი ხელისუფლება რას გეგმავს სამართლიანობის აღდგენის პროცესთან დაკავშირებით? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ნამდვილად ის ადამიანები არიან და ის ოჯახები არიან, რომლების ტრაგედიაც თელმა საზოგადოებამ გადაიტანა, ასე ვთქვათ, შეიძლება ესეთი ხმამაღალი თუ არ გამომივა ძალიან განცხადება, ნამდვილად მთელი საზოგადოება განიცდიდა აი ამ საქმეებს, იმიტომ რომ ეს ხო ყველაზე გახმაურებული საქმეები, რომლებიც ყველასთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი და ძალიან მძიმე საქმეები, ესეთ გამორჩეულად მძიმე საქმეები იყო ნამდვილად ბოლო წლების განმავლობაში. ნაწილობრივ რაც შეეხება გამოძიებას და რაც შეეხება ადეკვატურ და სწორ სამართლებრივ რეაგირებას. ნაწილობრივ როგორც თავადაც ახსენეთ და თქვენც ახსენეთ, ანუ ბევრ საქმეზე დამდგარი არის განაჩენი და მიღებული არის გადაწყვეტილება, რამდენიმე საქმეზე ჯერ კიდევ ბოლომდე არის მისაყვანი პროცესი. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ფაქტორის გათვალისწინება იმისთვის, რომ თუნდაც ძალიან მძიმე დანაშაულებზე პასუხისგებლობა დააყენოს სახელმწიფომ, დემოკრატიულმა სახელმწიფომ, ცივილურმა, ევროპულმა სახელმწიფომ. არის აუცილებელი, რომ ყველაფერი მოხდეს კანონის სრული დაცვით, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. და ზოგჯერ ეს ყველაფერი იწვევს პროცესების დროში გაჭიანურებას, ხომ? იმისთვის, რომ მართლმსაჯულების პროცესი იყოს გამართული, ეს არის დროში გაწელილი პროცესი. ამას სჭირდება გამოძიების შესაბამისად ჩატარება. ის რომ ყველამ ვიცით, რომ ეს ესე საზოგადოებამ აქვს ჩამოყალიბებული აზრი, რომ კონკრეტული პირი არის დამნაშავე, ეს არ ნიშნავს, რომ და დემოკრატიულ ქვეყანაში ესე შეიძლება ხელი მოკიდო და პირდაპირ მაგალითად ციხეში ჩასვა ის ადამიანი. ამას სჭირდება შესაბამისი სასამართლო პროცესის გავლა, ხო? ამას სჭირდება შესაბამისი მართლმსაჯულების პროცესის გავლა. ამიტომ ეს ყველაფერი არის დროსთან დაკავშირებული და ზოგიერთ შემთხვევაში იმაზე მეტი დრო წაიღო ამ ყველაფერმა, ვიდრე ჩვენ ვისურვებდით მაგალითად. მე დარწმუნებული ვარ, აგრძელებს პროკურატურა მუშაობას, არ დასრულებულა ამ საქმეებზე სამართლებრივი პროცესი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საქმეს დროთა განმავლობაში ადეკვატურად და სწორად გაეცემა პასუხი და ეს რა თქმა უნდა ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს კონკრეტული საქმეები არის რა თქმა უნდა თვითონ ოჯახის წევრების ასე ვთქვათ მთავარი საზრუნავი, მაგრამ ასევე მთელი საზოგადოება აქცევს ამ საქმეებს ყურადღებას და ყველა ადამიანის სურვილი და მოთხოვნილება არის, რომ ადეკვატური რეაგირება სახელმწიფომ მოახდინოს და თუ სადმე არის დარჩენილი, ასე ვთქვათ, დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესები აუცილებლად მივა ბოლომდე. სხვა შორის გულიკო გამცემლიძემ თქვა, უნდა გავიმეორო მას, მან განაცხადა, რომ მას არ სურს ისე წარიმართოს სასამართლო პროცესები, როგორც ეს ხდებოდა ადრე და თუნდაც გაჭიანურებული, თუმცა საბოლოოდ მიიღოს კონკრეტული შედეგი და დაისაჯონ კონკრეტული პირები, ასეთი იყო მისი ფრაზები და სასურველი დაისაჯონ ის პირები, რომლებიც იყვნენ როგორც შემსრულებლები, ისე დამკვეთები და არა ისინი, ვინც ამ საქმეში არ იყვნენ ჩართულები, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში. ეს მისი განცხადებიდან არის ამონარიდი. ნამდვილად სწორი მოთხოვნა. კიდევ ერთი საკითხი, ქალბატონო თამარ, ეს არის გივით არგამაძესთან დაკავშირებით, ავტომობილის აფეთქება და გამოძიება ამ საქმესთან მიმართებაში უკვე მიმდინარეობს საზოგადოებას. ამის მიუხედავად არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია სამართალდამცველი უწყებებისგან. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოძიების შედეგები ბუნებრივია, რომ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, თუნდაც გავითვალისწინოთ ის, რომ იგივე ჯეიმს აპატურაიმ და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთეს განცხადებები. თქვენ თუ გაქვთ ეფექტიანი გამოძიების იმედი? რა თქმა უნდა, თვითონ ფაქტს უნდა გამოვეხმაურო პირველ რიგში, მაშინ, როდესაც ხელისუფლებას აქვს ასე ვთქვათ დეკლარირებული მიზანი, რომ არჩევნებმა ჩაიაროს ყველაზე ასე ვთქვათ მშვიდ და სამართლიან გარემოში, რაც კი აქამდე გამოგვივლია და არჩევნებამდე 2 დღით ადრე ესეთი ფაქტი ხდება, ეს არის პირველ რიგში სწორედ ხელისუფლების ინტერესების წინააღმდეგ მიმართული და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ძალიან მძიმე ფაქტი. ამიტომ ამ საქმეს დამერწმუნეთ, რომ ექცევა სრულიად განსაკუთრებული ყურადღება. და შეგახსენოთ. ის ამბობს, რომ ელის იმ დღეს, როცა პოლიცია, პროკურატურა და უშიშროების სამსახურები ბუნაგებიდან დამნაშავეებს გამოათრევენ. ხო.
ანუ არ ვიცი კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში, მაგრამ ამ ფაქტზე რეაგირებას რაც შეეხება გუშინ მოხდა, ხო? 2 დღის გუშინ წინ მოხდა. გუშინ წინ ღამე მოხდა ეს ფაქტი. მე რამდენადაც მოვიკითხე, არის დაწყებული და მიმდინარეობს ყველა ის აუცილებელი ოპერატიული ღონისძიება, რაც დანაშაულის გამოძიებას ჭირდება. გამოძიება მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია და აუცილებლად ეს უბრალოდ გარდაუვალი არის, შესაბამისი პირები აგებენ პასუხს. ეს ყველაფერი სამწუხარო ის იყო, რომ მომხდარი არ იყო, რომ უკვე თავად ბატონმა თარგამაძემაც და გიგა ბოკერიამაც და კიდე რამდენიმე სხვა ადამიანმა დაასკვნეს ვინ იყო ამ ყველაფერში დამნაშავე და პირდაპირ გამოაცხადეს ხელისუფლება და კიდევ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული გვარები თქვეს, ვისაც ხელი დაადეს, რაც აბსოლუტურად არასწორი მიდგომა არის და არ შეიძლება ესეთი რაღაცების გაკეთება, სხვებს მოუწოდებენ, რომ ასეთი რამე არ ქნან ხოლმე და თავადაც მე მგონი არ უნდა აკეთებდნენ ასეთ რაღაცას. გამოძიება დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად დაადგენს ამ ქმედებაში ეჭვმიტანილ პირებს, დამნაშავეებს და შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგება ამ ადამიანებს. უნდა გკითხოთ იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ ცოტა მოქვს, ამიტომ მოკლედ დაგისვამთ შეკითხვებს. თქვენ თქვით, რომ ნაციონალური მოძრაობა წინა საარჩევნო დაპირისპირების პროვოცირებას გეგმავს. რამდენად რეალისტურია ეს ინფორმაცია და ხელისუფლებას რამდენად აქვს იმის რესურსი, რომ მსგავსი ფაქტები აღკვეთოს და მისი პრევენცია მოახდინოს? ხო, მე მგონი კითხვის ნიშნები აღარც არის აქ დარჩენილი, იმიტომ რომ ყველამ კარგად მოვისმინეთ, მათ შორის ესეთი სრულიად საჯარო გამოსვლებიდანაც რაღაც ისეთი ვერსიები, როგორიც არის რაღაცა რევოლუციური სცენარი, კონსტიტუციური მმართველობის დამხობა და ასე შემდეგ, რაღაცა მსგავსი გეგმები, რაც გარკვეულ ადამიანს გიჟური სრულიად აზრები, რაც გარკვეულ პირებს თავში მოსდიოდათ, მაგრამ ხელისუფლებამ გააკეთა და მმართველმა გუნდმა გააკეთა აღნიშნული სცენარების ძალიან ეფექტური პრევენცია, არც მგონია რომ ამას ოდესმე ქონდა რეალურად განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ თუ რაიმე საფრთხე იყო, ასეთი საფრთხებიც არის თავიდან აცილებული, ამიტომ დღეს არ მგონია რომ რაიმე საფრთხე არსებობს, მე მგონი რომ პირიქით არჩევნები ჩაივლის ძალიან მშვიდად, წყნარად, ხელისუფლება სრულად აკონტროლებს. რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის, მაგრამ ეს იქნება ძალიან წვრილმანი და ესე ვთქვათ, რაღაცა ესეთი სერიოზული პრობლემების შექმნა, მე მგონი გამორიცხული არის ამ ეტაპზე. მოახერხა ხელისუფლებამ ის, რომ მაქსიმალურად მშვიდად, აი ამ ერთ ფაქტს თუ გამოვრიცხავთ პრინციპში, რომელიც თარგამაძეს ეხება, მაქსიმალურად მშვიდად და წყნარად მიიყვანა პროცესები საარჩევნო დღემდე, ყველაფერი გაკეთდა ამისთვის. ეს ერთი ფაქტიც გასარკვევია საერთოდ რა ფაქტი არის და რა მოხდა და დარწმუნებულია რომ ძალიან მალე ამასაც გაეცემა პასუხი და რეალურად რა დგას ამ რაღაცების მიმართ გაირკვევა, თუმცა სპეკულაციებს არ ვაპირებ, სანამ გამოძიების შედეგები არ დაიდება მანამდე. ამიტომ რეალური საფრთხეები, რომელიც შესაძლოა რომ ვიღაცის გეგმებში შედიოდა, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აღმოფხრილი არის ბოლომდე და ჩვენ აუცილებლად გვექნება მშვიდი, წყნარი და სამართლიანი არჩევნები. თუ ფაქტობრივად ამოიწურა, თუ შეიძლება მოკლედ რომ მიპასუხოთ, აი ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების, აი პოლიტიკური პროცესების პარალელურად ევროკავშირის წარმომადგენლებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ევროკავშირში ვიზა მიმოსვლის შესაძლებლობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი, რა თქმა უნდა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ძალიან გაუხარდა. მე მაინტერესებს არჩევნებამდე 3 დღით ადრე მოხდა ეს ყველაფერი. შესაძლებელია ეს თქვათ ევროკავშირის დადებით გზავნილად შეფასდეს მოქმედი ხელისუფლების. კი, ნამდვილად ასე შევაფასებდი, იმიტომ რომ დროც აი ამ განცხადების გაკეთების და აი ამ გადაწყვეტილების მიღების ჩვენთვის იყო ძალიან ნიშანდობლივი. იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ ეს თვითონ ევროკავშირის მხრიდან ჩვენ არა ევროკავშირის მხრიდან ცოტა გაიწელა ვიზებთან და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. მაშინ როდესაც ჩვენ უკვე მრავალი თვეა შესრულებული გვაქვს როგორც ქვეყანას ყველა ვალდებულება და შესრულებული გვაქვს იმაზე უკეთ ვიდრე მოლოდინი იყო და ეს ჩემი დასკვნა არ არის, ეს თვითონ ევროკავშირის შეფასება არის და ყველაფერი გააკეთა ქვეყანამ 100%-ით და იმაზე მეტიც ვიდრე იყო მოლოდინი. ამასობაში მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ცოტა, ევროკავშირის მხრიდან ცოტა გაიწელა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ პოლიტიკური კონსენსუსი, პოლიტიკური გადაწყვეტილება წევრ სახელმწიფოებს შორის, რომ საქართველოს უნდა მიიღოს უვიზო მიმოსვლა და საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ უნდა იმოგზაურონ ევროპის ქვეყნებში, ეს გადაწყვეტილება მიიღო 3 დღით ადრე არჩევნებამდე და ჩემთვის ეს ნამდვილად არის პოლიტიკური გზავნილი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაც, საშინაო პოლიტიკაც არის ის სწორი გზა, ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით და არის ის გზა, რომელსაც აუცილებლად მოყვება
თანდათანობით კიდევ უფრო დაახლოვება ევროპასთანაც, ნატოსთანაც და შესაბამისად საბოლოოდ ინტეგრაცია. გასაგებია და ბოლოს საუბრის ბოლოს აქ ჩვენთან სტუდიაში მოსულ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს ვაძლევთ საუბრის ბოლოს 1 წუთს იმის გათვალისწინებით, რომ არის წინასაარჩევნო გარემო და სულ რაღაც 2 დღეში უკვე არჩევნები არის, შეგიძლიათ მიმართოთ ამ მომრჩეველს, თუ რატომ უნდა გააკეთოს არჩევანი 8 ოქტომბერს სწორედ თქვენ სასარგებლოდ. აუცილებლად მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რის გამოც უალტერნატივო არის ჩემი აზრით ამ არჩევნებში, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება. მე თვითონ რა რიგითი ამორჩეველი ვიყო, რატომ მივიღებდი იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც მივიღებდი. ერთი არის განვლილი 4 წელი, განვლილი პერიოდი, რომლის დროსაც ქართულმა ოცნებამ მიიღო ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, იყო მასიური, სისტემური ასე ვთქვათ, ძალადობრივი სისტემა, რომელიც სისტემურად არღვევდა ადამიანის უფლებებს, ძალიან სუსტი დემოკრატიული ინსტიტუტები და ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ ეს მიდგომა ადამიანის უფლებების და გადადემოკრატიული პროცესის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. ის არ არის სრულყოფილი, მაგრამ არის რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რაც იყო და ეს პროცესი მიდის წინ და კიდევ უფრო ვითარდება. და ჩვენ ვართ ძალიან ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ოცნება ახორციელებდა, ამან უზრუნველყო ასევე ქვეყნის განვითარების 4 წლიანი სტაბილური პერიოდი. ამან ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყანას მისცა შესაძლებლობა, რომ სტაბილურად მივდიოდეთ წინ, მშვიდად ომების, კატაკლიზმების, პოლიტიკური დაპირისპირებების და გარეშე და მომავალი 4 წელი. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით აუცილებლად იქნება ის პერიოდი, როდესაც დაეყრდნობა აი ამ გასულ 4 წელიწადს დაემატება სწრაფი განვითარება, სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომელიც აუცილებლად მოუტანს საზოგადოებას კეთილდღეობას და ბევრად უზრუნველყოფილი და უკეთესი იქნება ჩვენი მოსახლეობის წმინდა სოციალური და ყოფითი პირობები, დამატებით იმ ადამიანის უფლებების დაცვასთან, რომელიც ჩვენ დღეს გარკვეული, ასე ვთქვათ, მისაღები ხარისხით გვაქვს ქვეყანაში დაცული და უზრუნველყოფილი. ძალიან დიდი მადლობა, გასაგებია 2030 შეკითხვებს თამარ ჩუგოშვილი პასუხობდა, ასეთი იყო 6 ოქტომბრის 2030, ყოველდღე 24 საათის განმავლობაში რეპორტაჟების და დღის ყველა სიახლის სახვის საშუალება გაქვთ საინფორმაციო სააგენტო 2030-ის გვერდზე 2030.news. მე მაკაცინცაძე ვარ, ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.